საქართველოს შეიარაღებული ძალები. ძლავრი, მობილური და თანამედროვე. მუდმივ მზადყოფნაში, მიწაზე, აირში თუ წყალზე იბრძოლონ საქართველოსთვის. გადამზადებული, გადაიარაღებული და მოტივირებული ჯარისკაცები დღეს საქართველოს მშვიდობის და ერთიანობის დასაცავად ემზადებიან. მათთვის წარმოუდგენელი ამოცანა აღარ არსებობს. მათთვის ერთადერთი მიზანი ღირსეული მომავალია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი, დილის 8 საათი. რეკრუტები, მოხალხეები, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარ ქვეყანას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურონ. თუმცა მანამდე მათ პირველ რიგში ბისეთის, იგივე ძირითადი საბრძოლო კურსის გავლა მოუწევთ. ათკვირიან კურსზე რეკრუტები საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და გადამოწმებას შეეცდებიან. აქ ისინი ისწავლიან, რას ნიშნავს იყო ჯარისკაცი, როგორ უნდა დაძლიოს სირთულეები და როგორ უნდა მიაღწიო მიზანს. კურსანტებისთვის შემდეგი 10 კვირა საკუთარ თავთან, ნებისყოფასთან და გამძლეობასთან ბრძოლა იქნება. გამარჯვებული კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი გახდება. მაშინ, როცა გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩაირიცხოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მანამ სანამ რეკრუტის სტატუსს მოირგებ, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა. პროფესიონალი ექიმები ბოლომდე გამოიკვლევენ, შეძლებთ თუ არა გაიარო ძირითადი საბრძოლო კურსი და რამდენად შეესაბამება შენი ჯანმრთელობა შეიარაღებული ძალების სტანდარტებს. მსოფლიოს თანამედროვე მედიცინაში არსებული დანადგარების გამოყენებით მედიკოსებს საქმე უადვილდებათ და გამოკვლევების შედეგებიც უტყუარია. დადებითი პასუხის შემთხვევაში ფორმაში მოყვანა და ყოველდღიური სამხედრო ცხოვრება იწყება. სამხედრო ფორმა მორგებული მომავალი ჯარისკაცები პირველ ეტაპზე ყაზარმებში ნაწილდებიან. მათ პირველი შემოწმებაც სწორედ აქ ელოდებათ. გადამოწმების მეტი ეფექტურობისთვის სერჟანტ ინსტრუქტორების გამოჩენა მოულოდნელი უნდა იყოს. სამხედრო ჩანთების შემოწმება რეკრუტების გადამოწმების პირველი ეტაპია. აქ მოწმდება, რამდენად დაიცვა კურსანტმა შიდა განაწესი და შეიტანა თუ არა მან ყაზარმაში აკრძალული ნივთი. ურთიერთობის ეს ფორმა სამოქალაქო პიროვნებიდან ჯარისკაცად გარდაქმნის დროის შესამოკლებლად არის აუცილებელი. რეკრუტებში დისციპლინის დამყარება, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა და ბრძანების ზუსტად შესრულების სწავლა სერჟანტ ინსტრუქტორებისთვის ნომერი პირველი საზრუნავია. როდესაც მოდის სამოქალაქო შეიარაღებულ ძალებში, ვეხმარებით, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს წყობში, ისწავლოს დისციპლინა, ისწავლოს წესრიგი, ისწავლოს პირადი თავისი მოვლა, იმიტომ რომ მაინც ამ დროის განმავლობაში სანამ ის სამოქალაქო ცხოვრებით იყო დაკავებული, იყო დამოკიდებული თავის დედაზე, მამაზე. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას და მაქსიმალურად ვეხმარებთ იმაში, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს, დამოუკიდებლად იარსებოს და დამოუკიდებლად მიხედოს თავის თავს. პირველ ეტაპზე კურსანტებისთვის მთავარი ამოცანა და სირთულეც დილის 6 საათზე ადგომასთან შეჩვევაა. კვირის ნებისმიერ დღეს მათ ზუსტად 2 წუთი აქვთ იმისთვის, რომ გაიღვიძონ, სამხედრო ფორმა ყველა წესის დაცვით ჩაიცვან, მოეწყონ და შემდეგ ბრძანებას დაელოდონ. მათი ყოველი ბოდოაც, რომელსაც ილში წამოეძახებს ხოლმე დაღლილი ჯარისკაცი, არის ჩემთვის ინფორმაციის წყარო. მე ამ ბოდიდან მივხვდები თუ რა უჭირს ჯარისკაცს, რა უხსნის და ასე შემდეგ. ძირითადი საბრძოლო კურსი მთელი 10 კვირის განმავლობაში დილის ფიზიკურ ვარჯიშებს გულისხმობს. სირბილი, მიზიდვები და მარტივად შესასრულებელი სავარჯიშოები დღის მქნედ გატარების საშუალებას იძლევა.
კურსზე რეკრუტი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებს რამდენიმე სამხედრო დისციპლინაში. მათ უტარდებათ როგორც საკლასო, ასევე საველე სწავლებები. კურსანტებისთვის სავალდებულოა იცოდნენ ყველა იმ იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები, რომელთანაც მათ შეხება ექნებათ. გადიან სამედიცინო კურსებს. რეკრუტები სწავლობენ, როგორ აიცილონ შოკური მდგომარეობა თავიდან და მოახდინონ დაზიანების კლასიფიკაცია. როგორ გადაარჩინონ დაჭრილი თანამებრძოლი ან დაშავებული მოქალაქე. კურსი რეკრუტებს ნავიგაციის ცოდნასაც ავალდებულებს. ამ დროს ისინი ეუფლებიან უნარებს, რომელიც საველე პირობებში მათი გადარჩენისთვის ერთ-ერთი უმთავრესი იქნება. მე ვარ საქართველოს შერეულ ძალებში სერჟანტ ინსტრუქტორი, მე ვასწავლი ჯარისკაცს გახდეს მოტივირებული, დისციპლინებული, ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი. ასწავლე. ზეა. აღლუმზე მწყობრად მოსიარულე სამხედროები მოქალაქეებში განსაკუთრებული სიამაყის შეგრძნებას აღვიძებს. მწყობრად სიარული დისციპლინის მაგალითია. სწორედ ამიტომ სამწყობრო მომზადებას უდიდესი ყურადღება ეთმობა. დადაანაწყობე. დაიღალე. ჯარისკაცი აიღლება ბატონო სერჟანტო. აბანაკი ქია. ჯარისკაცი არშია ბატონო სერჟანტო. არ მესმის. ჯარისკაცი არშია ბატონო სერჟანტო. არ მესმის. ჯარისკაცი არშია ბატონო სერჟანტო. აბანაკი ვერაკეთი. არ გასწავლეს. დაძაყოლა 51 მიზიკა, საბარ. დაუჩერა. მიუწეკიშე. საბარ. არ ვარ გადი. ოეცხო სამყაროში. 1 2 3 გასწავლე, ასწავლე. ზეა. არ ვარ გა. ამარგონია თვალს დაგარგა ბატონო ჯარისკაცი. ვერ გავიგე. არ მესმი. ბატონო სერჟანტო. ასწავლე. ზეა. დაბიჯით. იარ. ერთ ყველა ადამიანს უნდა თავისებური მიდგომა, თავისებურად გაწვრთნა და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან რთული, რომ პირველ რიგში მათი ხასიათი გაიგო და იმ ხასიათის მიხედვით მოარგო უკვე სამხედრო სამსახურს. ვაჩვენოთ მათ მორჩილებას და ბრძანების შესრულებას. ამისთვის არის ეს ყველაფერი, რომ შემდეგში მათ უკვე ყვირილი არ დაჭირდეთ და ელემენტარული ბრძანების გაცემა შეასრულონ სწრაფად და ზუსტად. დაივიწყე სამოქალაქო ცხოვრება. სწრაფად დაწე. დროულა. დროულა. დაწეკიშე. ხოდე. დროულა გოინდაურა ბოტონა. გარა. ეცერი ხდება. სწრაფად. ჯამი დამოვიდე. შეხუდეთ მოძრაობა. ეს სერჟანტ ინსტრუქტორია, გამორჩეული ქუდით და მკაცრი ხმით. სწორედ ის არის ადამიანი, ვინც რეკრუტების წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე პირადად არის პასუხისმგებელი. ყოველი ახალი დღე რეკრუტს არწმუნებს, რომ სერჟანტის გარეშე ისედაც თითქმის წარმოუდგენელი სიძნელეების გადალახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. დავალებებს რაც შეეხება, დავალებები რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მე ვარ ჯარისკაცის მაგალითი. მე არ მიცემ ჯარისკაცს ისე დავალებას, რისის შესრულებაც მე არ შემიძლია. რამდენიც არ უნდა ევარჯიშო, არასდროს იქნება საკმარისი. ამას რეკრუტები პირველად დაბრკოლებების ბილიკზე ხვდებიან. ეს არის გზა, რომლის გასავლელად დიდი ფიზიკური ძალის გარდა გამბედაობა და ფსიქოლოგიური მზადყოფნაა საჭირო. დაბრკოლებების 200 მეტრიანი ბილიკი კურსანტს ეხმარება ისწავლოს, როგორ გადალახოს ბუნებრივი თუ ხელოვნური წინაღობები. ჩვენ ყველა ჯარისკაცს ვასწავლით იმას, რომ შერეღებული ძალები არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ერთიანობა არის უპირველესი, ერთმანეთის გვერდში დგომა არის უპირველესი, ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება არის უპირველესი. ჩვენ ასევე ვასწავლით იმას, რომ ტკივა ერთ ჯარისკაცს და უნდა შეიკვნოს ყველას ტკივილი, უხარია ერთს და ის სიხარული უნდა გაიზიაროს ყველამ. აშლები! გადადი დროულა! გავიდა! მიდი გადავიდა, მიდი! კარგია, მიდი! როცა ერთ რეკრუტს უჭირს, დანარჩენები გულშემატკივრობენ ან ეხმარებიან. რაც უფრო ხშირად გადიხარ დაბრკოლებების ბილიკს, მით უფრო ღრმად ხრწმუნდები თანამებრძოლის ფასში და სერჟანტ ინსტრუქტორის მნიშვნელობაში. წვრთნის ამ ეტაპზე რეკრუტი ხვდება, რატომ უწევს მას ყოველდღიურად კვირილის მოსმენა, რატომ უწევს ამდენი ფიზიკური დატვირთვის გაძლება და საერთოდ რატომ გადის ის ასეთ რთულად კვირას. მასში ხვდები, როდესაც უკვე ვიხსენებ და ვფიქრობ ამ ყველაფერს რა იყო დღეს, რა გავიარე და ეს რისთვის იყო ეს ყველაფერი რა. აი მაშინ ვხვდები და მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის არის. აქ იწყება იმის პრაქტიკაში განხორციელება, რაც მათ თეორიულად უკვე იციან.
დღის და ღამის სროლები ძირითადი საბრძოლო კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიზანში მორტმაკი რეკრუტისთვის ერთ-ერთი პირველი წარმატება. ეს კურსი მეხმარება იმაში, რომ დავწმუნდე ჩემი არჩევანის ისტორიაში. როცა ჯარში მოდიხარ, შენ კვდები და იბადები თავიდან. ნამდვილ ჯარისკაცად. კურსის ბოლოს 30 კილომეტრიან მარშნახტომზე რეკრუტები იმუნარების გამოყენებას ცდილობენ, რაც მათ 10 კვირის განმავლობაში შეეძინეს. ყოველწლიურად ძირითადი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ხდება. მაგრამ იმავე სერჟანტ ინსტრუქტორებისთვის და ახალი რეკრუტებისთვის ისტორიის იგივე 10 კვირა გამეორდება. აკადეთ თქვენ არაფერი არ იცოდი. ეხლა ისწავლით აქ ყველაფერი. ხოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს. მე საქართველოს მოქალაქე შევდივარ რა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ფიცავ მირნათად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. ფიცავ კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე. ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები. ფიცავ კიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა. როგორც სახელმწიფოს ლიერების, საფუძველთა საფუძველი. ფიცავ შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება. შევასრულო სამხედრო წესდებათა ყველა მოთხოვნა. დამეთაურის ბრძანება. ფიცავ კიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე. და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ერის წინაშე. ვარავდეთ ღმერთი. სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ რეკრუტები საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის სტატუსს იღებენ. გამარჯობოთ ბატონებო! საჭიროების მიხედვით ისინი სხვადასხვა ბრიგადებში ნაწილდებიან. ყველა სამხედროსთვის მოქმედებს უფასო სამედიცინო მომსახურება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მათ უმაღლესი კლასის ექიმები ემსახურებიან. სამედიცინო დაწესებულებაში ნებისმიერი დარგის სპეციალისტი მუშაობს. ჰოსპიტალს საკუთარი სისხლის ბანკი გააჩნია, სადაც მისი გაყინვის და შენახვის შესაძლებლობაა. აქ ფუნქციონირებს როგორც სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე უმაღლესი კლასის საოპერაციო. კვალიფიციური ქირურგები 24 საათის განმავლობაში მზად არიან ქართველ ჯარისკაცებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ბრიგადაში წვრთნებისგან და სამხედრო ცხოვრებისგან თავისუფალ დროს ჯარისკაცების განკარგულებაში გართობის და განმუხტვის საშუალებაც არის. სპორტ დარბაზები, სარეკრეაციო ზონები და აუზი. თუმცა გართობისთვის მათ ცოტა დრო აქვთ. პროფესიული, საკონტრაქტო ჯარისთვის უმთავრესი წვრთნა და საბრძოლო ტექნიკის დახვეწაა. მათ წინ სამსაფეხურიანი მომზადების კურსი ელოდებათ. უახლესი ტექნოლოგიები თანამედროვე ქართულ არმიაში საფუძვლიანად არის დანერგილი. ეს საშტაბო სწავლების სიმულატორია. აქ ოპერაციების დისტანციური მართვის გათამაშება ხდება, სადაც ბატალიონის შტაბიდან ასეულების კოორდინაცია და მათთვის საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიწოდების ხერხები იხვეწება. სიმულატორი ალფონს 2 თავდაცვაში მყოფი ათეულის სავარჯიშოა. მისი საშუალებით ავტომატური შაშხანა M4-ის, ტყვიან ფრქვევის, უმბარ მტკვარცნის, ჯავშან ტექნიკის, артиლერიის და ავიაციის გამოყენებით დღეში რამდენიმე სწავლება შეიძლება ჩატარდეს. კომპიუტერიზებული სისტემა საშუალებას იძლევა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვითარებები შეიქმნას. კომბინირებულ ვირტუალურ სავარჯიშოზე გადასვლამდე სამხედროების სხვადასხვა მოდიფიკაციის და კალიბრის იარაღიდან მიზანში სროლას სწავლობენ. სიმულატორებს რამდენიმე დადებითი მხარე აქვთ. უმთავრესი უსაფრთხოება და მინიმალური ხარჯებია.
ყველა იარაღი, რომელიც ვირტუალურ წვრთნებზე გამოიყენება, საბრძოლოა, თუმცა მასზე რამდენიმე მარტივი ელექტრონული ხელსაწყოა დამონტაჟებული, რაც ჯერ კიდევ გამორთელი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დღეს სიმულატორების სავარჯიშოებში როგორც მარტივი იარაღის, ასევე артиლერიის ცეცხლის მართვის, კოორდინატების დაზუსტების და ინფორმაციის გაცვლის ვირტუალური საშუალებებია. ეს პირველი ეტაპი გრძელდება ჯარისკაცის მიღებიდან მის ინდივიდუალურ მომზადებამდე, რომელიც მთლიანად წარმოებს საკლასო ოთახებში, უსაფრთხო გარემოში და მაქსიმალურად მიახლოებულ რეალურ სიტუაციასთან. ამ შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს მეორე ეტაპი, როდესაც პირადი შემადგენლობის მომზადება ხდება უკვე საწნელებზე, პოლიგონებზე, ეს იქნება ჯგუფის, ათეულის და 20-ების დონეზე, სადაც პირადი შემადგენლობა ხვეწენ ჯგუფის დონეზე ერთმანეთთან თავიანთ ურთიერთმოქმედებებს. ეს არის შედარებით მცირე ქვედანაყოფების ჯგუფების მომზადება, რომელშიც ასევე ჩვენ ვიყენებთ უკვე იმ თანამედროვე აღჭურვილობას, მაილსების სისტემას, რომ უფრო გამახვილებული ვართ ყურადღება უსაფრთხოებაზე, ჯგუფის დონეზე მათ მოქმედებაზე. კომბინირებულ ინტეგრირებული ლაზერული სისტემებით ვარჯიშის დროს კურსანტები ბუნებრივ პირობებს ეჩვევიან. მაილსი ამერიკული სისტემაა და პირველად იგი შეერთებული შტატების არმიაში გამოიყენეს. მაილსების სწავლების დროს ყველა კომპონენტი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან. სისტემა შედგება ლაზერის მიღებით ჩაფხუტზე, კორპუსის რამდენიმე ნაწილზე. და ლაზერის გამშვებით, რომელიც მოთავსებულია შაშხანის ლულაზე. სწავლებას მეთაური საკონტროლო იარაღით აკვირდება, რომელიც ვირტუალურ დაჭრილებს და გარდაცვლილებს ასახავს. საველე სწავლება ასეული დადგენილი მარშრუტით გადაადგილებასა და ჩასაფრებაზე რეაგირებაში გადის წვრთნას. მოულოდნელობის ეფექტისთვის და მეტი რეალურობისთვის მარშრუტზე მყოფ ასეულს ჩასაფრების ზონის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. აფეთქების შედეგად კონვოის ერთი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. დანარჩენები ჩასაფრებულებზე ძლიერი ცეცხლის გახსნით ცდილობენ თავის დაცვას. ამ სწავლების დროს ასმეთაურის უნარების დახვეწაც ხდება. ასეული პირობითი სახელით ბრავო გადაადგილებისას საცეცხლის ზონაში მოხვდა. პირობითო მოწინააღმდეგე დემონ ჯგუფმა ჩასაფრებისთვის გზიდან აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე ბუნებრივი სამალავები აერჩია. ჩასაფრებაში 2-20 იმყოფება. ბრავო ასეულის პირველი რეაქცია ძლიერი საფასუხო ცეცხლის გახსნაა. პირველი შეტევის მოგერების შემდეგ ბრავო ასეულის 2 ათეული დემონ ჯგუფს ფერდის სამხრეთიდან უტევს. სამეთაურო შტაბში საკონტროლო იარაღზე ვირტუალური გარდაცვლილები და დაჭრილები აღირიცხება. წვრთნაში სამედიცინო საჰაერო ევაკუაციას არის ჩართული. ვერტმფრენი დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის ბრძოლის ველზე შესვლას მაქსიმალურად უსაფრთხო წერტილიდან ცდილობს. დაჭრილის მფრინავ აპარატში მოთავსების დრო მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და ბრძოლის ველიდან გაფრენაც ოპერატიულად უნდა მოხდეს. ამ ნორმების დაცვა აუცილებელია ევაკუაციის ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის. მომახსენეთ მდგომარეობა. დაჭრილების ევაკუაციის პარალელურად ასმეთაური შეტევაზე გადასვლის გადაწყვეტილებას იღებს. ბრძანების მიღების შემდეგ ბრავო ასეულის 2 ათეული ჭკვიანფრქვევების ცეცხლის დახმარებით იერიშზე გადადის. მსგავსი მანევრის დროს სიზუსტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ მოიერეში ათეულები ცდილობენ მხოლოდ დამიზნებით ისროლონ. ტერიტორია გაწმენდილია, მიღებულია. წვრთნის დასრულების შემდეგ კი ხდება საკონტროლო იარაღის შედეგების შეფასება და უშუალოდ ოპერაციის განხილვა. პირველი და მეორე ეტაპის გავლის შემდეგ უკვე ხდება მესამე ეტაპზე გადასვლა, სადაც მონაწილეობას ღებულობენ უკვე სხვადასხვა ქვედანაყოფები, სხვადასხვა გვარეობები შეიარაღებული ძალებიდან. ამ დროს უკვე ხდება მაქსიმალურად ასეულის ბატალიონის ბრიგადების ჩართვა საერთო სწავლებაში, რომელშიც ვიყენებთ უკვე რეალურად საბრძოლო ვაზნებს, სიტუაციაც პოლიგონზე არის რეალური, საბრძოლო ვაზნებით, საბრძოლო ტექნიკაც პირადი შემადგენლობას უკვე არის რეალური. ანუ ჯარისკაც იმ ორი ეტაპის გავლის შემდეგ მესამე ეტაპის გავლა უკვე უწევს რეალურ გარემოში, რეალურ საბრძოლო ვაზნებით, ჯავშან ტექნიკასთან და რეალურად კოორდინაციაში სხვადასხვა ქვედანაყოფებთან. წვრთნების ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ყურადღება ქვედანაყოფების თავსებადობის გაზრდას ექცევა. რეალური ცეცხლის გამოყენებით კომბინირებული წვრთნის დროს სიტუაციები მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან. ბრძოლის ველს უპილოტო თვითმფრინავი აკვირდება.
სწავლების დროს მოქმედება 3 დამოუკიდებელ წერტილში მიმდინარეობს. უპილოტოს პირდაპირ სიგნალი მართვის ცენტრს მიეწოდება, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ველიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული. აქ ოპერაციის მიმდინარეობას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვთ. მეორე წერტილი საველე შტაბია, რომელიც შუამავალი რგოლია მართვის ცენტრსა და ბრძოლის ველს შორის. სწორედ შტაბია პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის დახმარებაზე. პირველ ეტაპზე სწავლებაში საარტილერიო დანაყოფი ერთვება. ტრის პოზიციების აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია კოორდინატების ძლიერი ცეცხლი დამუშავება. შემდეგ მოქმედებაზე კი ბრძანებას საველე შტაბი იძლევა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე უკვე ავიაციას მიაქვს იერიში. მას შემდეგ, რაც მართვის ცენტრში მიზნის დაზიანებაში დარწმუნდებიან, საველე შტაბი შემდეგ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილებას იღებს. ამ დროს საბრძოლო მოქმედებაში მექანიზებული ჯავშან-სატანკო დანაყოფი ერთვება. მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ გადაადგილების პარალელურად აუცილებელია უწყვეტი ცეცხლის უზრუნველყოფა. ყველა საბრძოლო მანქანას საკუთარი მიზანი აქვს და მის განადგურებაზეა პასუხისმგებელი. პოზიციაზე შესვლის შემდეგ სატანკო ცეცხლი კიდევ უფრო ძლიერი და აქტიური ხდება. შეტევაზე მყოფი ყველა შენაერთი მოწინააღმდეგის პოზიციებზე ერთდროულ შტურმს იწყებს. ამ ყველაფრის კონტროლი კი მართვის ცენტრში უპილოტო თვითმფრინავის დახმარებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საველე შტაბში კი უწყვეტ რეჟიმში ხდება ბრძოლის შედეგების ანალიზი და მომდევნო ქმედებების განსაზღვრა. ამ ტიპის წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების საცეცხლე მომზადების აუცილებელი ნაწილია. ყველა ეტაპზე აქცენტი სახეობების თავსებადობასთან ერთად სტანდარტების დახვეწაზე კეთდება. თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ნატოს სტანდარტებთან გათანაბრება წარმოადგენს. ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად შიდა წვრთნების პარალელურად ინტენსიური ერთობლივი სწავლებები მიმდინარეობს. საერთაშორისო სწავლებებზე ხდება ტაქტიკის, ბრძოლის ხელოვნების, საველე და საშტაბო უნარჩვევების დახვეწა. საქართველოში როგორც მრავალეროვნული, ასევე ორმხრივი წვრთნები ტარდება. ამ დროს ყურადღება იმ გამოცდილების გაზიარებაზე მახვილდება, რაც სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ. მსგავსი წვრთნების დროს ხდება იმ ჯარების თავსებადობის ამაღლება, რომლებსაც ხშირად საერთაშორისო მისიებში ერთად უწევთ მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლა. ძირითადი მიზანი და ამოცანა საერთაშორისო წვრთნების არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტეგრირება ევროატლანტიკურ ალიანსთან, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ტექნიკისა და ტაქტიკის დაუფლება ჩვენი მეგობარი ქვეყნების, რათა ეს გამოგვადგეს შემდეგ ერთობლივ ოპერაციების ჩატარების დროს. ყველაზე ხშირად საქართველოში ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მიმდინარეობს. განსაკუთრებულად ინტენსიური ეს თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა, რაც საქართველო და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ და ურთიერთობა მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქარტიის გაფორმებით განამტკიცეს. ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ქართველი სამხედროები იმ აუცილებელ უნარებს იმაღლებენ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. ნატოში ინტეგრაცია კი საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. ალიანსთან ურთიერთობაში ქვეყანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. აიპაპის დამტკიცების შემდეგ საქართველო გადავიდა უკვე ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმაზე. ეს ავალებდა ჩვენ ქვეყანას, რომ მას რაღაც ვალდებულებები აიღო ნატოს წინაშე, რომლის შესრულებასაც შეუდგა ის ეტაპობრივად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, როდესაც საქართველო უკვე გადავიდა ინტენსიურ დიალოგში ნატოსთან. ნატო სახელმწიფოები უშუალოდ საქართველოსთან შემოვიდნენ ინტენსიურ დიალოგში, სადაც ისინი გვეხმარებოდნენ უშუალო რჩევებით, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ქვეყანა, რათა გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი.
ამის შემდეგ საქართველო და ალიანსი ყოველწლიურად უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების ინტენსიური გატარებით ამტკიცებდა, რომ წევრობის სურვილი რეალური იყო და არა მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ეტაპი 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც საქართველომ ნატოს პირობა მიიღო, რომ ის გახდებოდა ალიანსის წევრი და ამისთვის ძლიერი ინსტრუმენტი, ყოველწლიური ეროვნული გეგმა მიიღო. ეს ფაქტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეგრეთ წოდებული მეპი, იმიტომ რომ სამოქმედო გეგმა, რასაც მეპი ნიშნავს, არის უბრალოდ დროში გაწელილი გეგმა, რომლის შედეგად შეიძლება გახდეთ წევრი, მაგრამ ის პირობა, რაც ჩვენ მივიღეთ ლისაბონში და ასევე ბუხარესტში, უფრო სრული და იდეალური მოწმობაა იმის, რომ ჩვენ ნამდვილად გავხდებით ამის წევრი. ამ დეკლარაციას კიდევ რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი მოყვა. მათ შორის საქართველოს ნატოს კომისიის შექმნა და საქართველოში ალიანსის სამეკავშირეო ოფისის გახსნა. ეს ნაბიჯები ქვეყანას რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში ეხმარება. პარალელურად სულ უფრო ინტენსიური ხდება ალიანსის მაღალი რანგის ვიზიტები საქართველოში. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას კი გენერალურმა მდივანმა ღიად დააფიქსირა, რომ ქვეყანა ახლოს არის წევრობასთან და კიდევ ერთხელ გაემეორა დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ნატოს დოკუმენტის მეხუთე პარაგრაფი, რომელიც იძახის, რომ თავდასხმა რომელიმე ქვეყანაზე აღიქმება თავდასხმა ყოველ მათგანზე და ნატოს წევრი ქვეყანა ავტომატურად არის დაცული ყველა 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გარანტიაა, თუმცა ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ მას კოლექტიური უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც შეუძლია იყოს. ქართული სამშვიდობო მისიების გეოგრაფია ფართოა და თითქმის ყველა კონფლიქტს მოიცავს. ავღანეთში მოქმედი მისია, მანამდე ერაყში და უფრო ადრე კოსოვოში. იმ პერიოდისათვის იყო არაინტენსიური წვრთნები საქართველოში და ამისათვის უწევდა ქართველ სამხედროებს გავლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში წვრთნების, რათა სამშვიდობო მისია შეისრულებინათ კარგად. კოსოვოში დავალება იყო ძირითადად ქართველი სამხედროების ბაზების უსაფრთხოება, ბაზების დაცვა და ასევე ჩეკპოინტების მოწყობა. კოსოვოს შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი ქართული სამშვიდობო მისია ერაყში იყო. ოპერაციაში თავისუფლება ერაყს ქართული მისია ორ ეტაპად იყოფოდა. მოქმედება მწვანე ზონაში და კონტინგენტის გაფართოება წითელ ზონაში. ქართული სამხედროების მისია ერაყში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის დავალებას მოიცავდა. ერაყში ძირითადად ქართველებს დავალება ჰქონდათ, რომ ირანიდან ტერორისტების შემოსვლის აღკვეთა და ასევე კონტრაბანდისა და იარაღის შემოტანის აღკვეთა. 2000 კაციანი სამხედრო კონტინგენტი საკუთარ მისიას ერაყში წარმატებით ასრულებს. არის მსხვერპლიც და სირთულეებიც, თუმცა მისია ქართულ ჯარისკაცებს ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას სცემს. ისინი სწავლობენ, როგორ ადაპტირდნენ მათთვის უცხო გარემოში და როგორ შეასრულონ დავალება წარმატებით. საკმაოდ რთული იყო ერაყში სამხედრო მისიის შესრულება, რადგან აქ უწევდა უკვე სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ეროვნების ხალხთან, სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ხალხთან მუშაობა. და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სირთულეებს წარმოქმნიდა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების, რომლებიც იქ ასრულებდნენ სამშვიდობო მისიებს. ქართული სამშვიდობო მისიის შემდეგი გაჩერება ავღანეთია. პირველ ეტაპზე ერთი ასეული კაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ იწყებს მისიის შესრულებას. აქ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ნატოს ბაზის და მიმდებარე პერიმეტრის დაცვაა. ეს მისია წარმატებულად მიმდინარეობს და ფრანგული სარდლობისგან ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთი სამხედრო ჯილდო მიიღეს. ავღანეთში სამშვიდობო მისიების შესრულება არის საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან დიდ გამოცდილებას ეუბნებს საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხედრო მოსამსახურეები, აი ამ მისიებიდან გამომდინარე, რომელიც, რა თქმა უნდა, წაადგება და შემდგომში უფრო დაიხვეწება საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეასრულებენ კიდევ უფრო უკეთესად სამშვიდობო მისიებს. კაბულში წარმატებული მისიის შემდეგ ქართული სამშვიდობო დანაყოფი ავღანეთის სამხრეთში ჩნდება. ჰელმანდის პროვინცია, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის ყველაზე ცხელი მხარე. აქ ქართველები უკვე ამერიკულ კონტინგენტთან ერთად იბრძვიან.
ჰელმანდში ქართველების გამოჩენას უკავშირდება რამდენიმე ავღანური სოფლის მთლიანად გაწმენდა თალიბანის მომხრეებისაგან და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლის აღება. ავღანეთის სამხრეთში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ქართველი ჯარისკაცები თანამედროვე საბრძოლო ხელოვნების დახვეწასთან ერთად სწავლობენ თანამედროვე შეიარაღებასთან მუშაობას და იმ ტაქტიკას ითვისებენ, რაც ქალაქებსა თუ მცირე დასახლებულ პუნქტებში წარმატებული ბრძოლისთვის არის აუცილებელი. აქ ქართველი ჯარისკაცები 24 საათიან რეჟიმში არიან მობილიზებული და ყოველთვის იციან, როგორ გაართვან თავი კონკრეტულ ვითარებაში შექმნილ საფრთხეს. ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებდნენ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად საბრძოლო დავალებებს, როგორც იყო ამბოხებულების აღმოჩენა, მათი ლიკვიდაცია და ასევე პატრულირება, ჩეკპოინტების მოწყობა და მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგი. ქართველებს არ უჭირდათ აი ამ მისიების შესრულება, რადგან კარგად იცოდნენ უკვე თუ რა ტრადიციების მქონე ხალხი იყო ავღანელები და მათთან უფრო მარტივად და ადვილად შედიოდნენ კონტაქტში. ავღანეთში კი მთავარი სოფლის უხუცესებთან კარგი ურთიერთობაა. ქართველი ჯარისკაცები საბრძოლო დავალებებთან ერთად თითქმის ყოველ დღე ჰუმანიტარულ მისიასაც ასრულებენ. ყველა ავღანური ტრადიციის დაცვით ეს ბიჭები ახერხებენ ადგილობრივებთან ნდობაში შევიდნენ. ავღანეთში დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა პროფესიის ჯარისკაცი ხვეთს საბრძოლო ხელოვნებას და ცოდნას, რომელიც მათ საქართველოში საკუთარ სამხედრო ნაწილებში აქვთ მიღებული. ზვერავები. ჯარისკაცები, რომელთა პროფესიას თანამედროვე შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიარაღებული ქართველი მზვერავები მოწინააღმდეგის დისტანციურ თვალთვალს და ოპერაციის დაგეგმვას სწავლობენ. უპილოტო თვითმფრინავების ჯგუფი საფრენ აპარატს მოწინააღმდეგის ზურგში დასაზვერად აგზავნის. ღამის ხედვის თერმული და ინფრაწითელი ხედვის ხელსაწყოებით უპილოტო თვითმფრინავი ზვერავებს საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ზვერავი თვითმფრინავის სიგნალი მისდის როგორც უპილოტო თვითმფრინავების ჯგუფს, ასევე პოზიციაზე შესულ მზვერავებს, რომლებსაც სიგნალი სპეციალურ ხელსაწყო ციფრულ ჯარისკაცზე მისდით. მონაცემების დამუშავების შემდეგ ხდება მოიერეში ჯგუფისთვის დავალების განსაზღვრა და საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა. სნაიპერის გასროლა მოიერეში ჯგუფისთვის ოპერაციის დაწყების ნიშანია. ეს კადრები საჩვენებელი წვრთნის დროს არის გადაღებული. მსგავსი სწავლების დროს ჯარისკაცები ერთიანი ტაქტიკით მოქმედებას ხვეწენ. შტორმის დასაწყებად აუცილებელია საეჭვო შენობაზე ძლიერი ცეცხლის წარმოება. ამ დროისთვის ქართველ მზვერავებს საშუალება აქვთ ოპერაციებში ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი გამოიყენონ. სწავლების დროს სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენება. იხვეწება გადაადგილების, ცეცხლის წარმოების და მოწინააღმდეგის რიგებზე ეფექტური შეტევის გზები. ბრძოლის წარმოების ისტორია მაჩვენა, რომ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე წარმატების მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები, როგორც ინფორმაციის მოპოვებისთვის, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის სრულ მზადყოფნაში არიან. სრულად იციან, როგორ შეასრულონ კონკრეტული დავალება, ისე რომ საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვების შემდეგ მოწინააღმდეგეს გადარჩენის შანსი არ დაუტოვონ. სნაიპერი, უხილავი მებრძოლი. ყველაზე ფრთხილი და ზუსტი მოქმედებით. ისეთივე მომაკვდინებელი ბრძოლის ველზე, როგორც იარაღი. გადაადგილდება ყველგან და ყოველთვის. არასდროს ტოვებს მცირედ შანსსაც კი, რომ ვინმე შეამჩნიოს. სნაიპერისთვის მანძილს არსებითი მნიშვნელობა აქვს. შესასრულებელი ამოცანის წარმატების განსაზღვრელი სწორედ ტყვის მიერ გასავლელი ტრაექტორიაა. მათი მისია კი ნებისმიერ ვითარებაში მტრის ლიკვიდაციაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოწინააღმდეგის ზურგში უწევთ ყოფნა.
ამიტომ მათი ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული. არავინ იცის როგორ გამოიყურებიან და შესაბამისად ვერასდროს განსაზღვრა, საიდან შეიძლება დაგემუქროს საფრთხე მათი მხრიდან. როდესაც გიწევს დღეების გატარება მტრულ გარემოცვაში, მაშინ განსაკუთრებულად ხვდები, რომ ერთი გასროლა ერთით ნაკლებ მოწინააღმდეგეს უნდა ნიშნავდეს. ძალიან ძნელია მარტო დღეების განმავლობაში იყო მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მის გარემოცვაში. სნაიპერი ერთგვარად ფსიქოლოგიური იარაღია. არის მასში რაღაც მისტიკური. რადგან ის ყოველთვის ცდილობს გამოჩნდეს იქ, სადაც არ ელოდებიან და მისი ყოველი გასროლა როგორც წესი არის უტყუარი. და მრავლად არის ისტორიაში ფაქტები, როდესაც სნაიპერის ერთმა გასროლამ მთლიანად შეცვალა არა მარტო ბრძოლის, არამედ ომის ბედიც. იმისთვის, რომ სნაიპერის გასროლამ სტრატეგიული წარმატება მოიპოვოს, კანდიდატები გაუთავებლად ვარჯიშობენ. მათთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძლიერებას ერთნაირი დატვირთვა აქვს. მანძილი საუკეთესო სასროლ წერტილამდე შეიძლება წარმოუდგენლად გრძელი და დამღლელი აღმოჩნდეს. დაღლამ და შიმშილმა კი ადვილი შესაძლებელია ფსიქოლოგიური მოშლილობა გამოიწვიოს, რამაც მისია შეუსრულებელი გახადოს. სწორედ ამიტომ კანდიდატების შერჩევისას ინსტრუქტორები მკაფიო და განსაზღვრული კრიტერიუმებით სარგებლობენ. ნათლად არის ჩამოყალიბებული მოთხოვნები, რაც კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ მასზე, როგორც სნაიპერზე მუშაობა დაიწყოს. ჩამოყალიბების პროცესი კი ხანგრძლივი და დამღლელია, თუმცა უმთავრესი მაინც ზუსტი თვალია. ტყვის სროლა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფიზიკური ამტანობა. ყველაფერი ეს სნაიპერში არის სინქრონში. ანუ არ შეიძლება რომ ერთ-ერთი რომელიმე მათგანი არ იყოს. სწორედ ამიტომ არის ძნელი, ვერ გამოვკვეთავთ აქედან რა უფრო ძნელია. ერთი მეორეზე მოქმედებს. შესაბამისად, საშიშროების წინ დადგომისას, რაც ძალიან ხშირია თანმდები არის სნაიპერის პროფესიისას, როცა მარტო გადის ბრძოლის ველზე და პირისპირ რჩება საკუთარი ეჭვებისა და შიშის წინააღმდეგ, აი ასეთ მდგომარეობაში თავდაჭერის უნარი რომ მაღალი კონდეს და შეძლოს დავალებული ამოცანის პირნათლად შესრულება. სასროლი პოზიციიდან სნაიპერი მტრის რიგებს ვერავს. აკვირდება ყველას და ყველაფერს იმისთვის, რომ განსაზღვროს რომელია იდეალური სამიზნე. მანძილი, ქარის სიჩქარე, მისი მიმართულება და იარაღის კალიბრი სწორი გასროლის განსაზღვრელია. გამოთვლას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ადამიანისთვის ურთულესია უყო რომ სხვებს და სასიკვდილო გასროლა გააკეთო, თუმცა ყველა სნაიპერმა იცის, რომ ადამიანი მის სამიზნეში მტერია, რომელიც უნდა მოგდეს. ძალიან ძნელია დააჭიროს სასხლეცხელი, როდესაც თუნდაც მოწინააღმდეგეს ხედავ ოპტიკურ სამიზნეში. მაგრამ ღირსების საქმეა, დაიცვა შენი თანამემამულე, სამშობლო, შენი თანამებრძოლი, იმიტომ რომ პირები, რომლებიც შენს გასროლაზე არიან დამოკიდებული, შეიძლება უკვე მსხვერპლად გადაიქცენ, თუ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას. ამიტომ ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კანდიდატების შერჩევისას, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას თქვას კი, უთხრას თავის საკუთარ თავს, უთხრას კი გასროლის დროს. დღეს ქართველი სნაიპერების განკარგულებაში რამდენიმე კალიბრის და მოდიფიკაციის შაშხანაა, რომლებსაც დავალების სირთულის და მიზნის მიხედვით იყენებენ. ზუსტი გასროლის შემდეგ კი მთავარი საზრუნავი საცეცხლე წერტილის დროული დატოვებაა, ისე რომ კვალი არ დატოვო. იცნობდეთ და პატივიეთ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების დანახვა. თქვენ მათ სახეზე ვერასდროს დაინახავთ, მაგრამ ისინი თქვენს გადასაჩენებს ნებისმიერ ოპერაციაში ატარებენ. ამისთვის კი დღე და ღამე ვაჭიშობთ. ეს სასროლის ახლა.
სპეციალური სავარჯიშო, სადაც შენობის წმენდის მეთოდები იხვეწება. სპეცდანაყოფი ოთახებში სწორ გადაადგილებას, ტერორისტის ლიკვიდაციას და მძევლების გადაჭერის ოპერაციის უმოკლეს დროში შესრულებას სწავლობს. ხშირ შემთხვევაში მათი დავალების წარმატებას სწორედ წუთები განსაზღვრავს. ცნობილ მანათობელი კუმბარის გამოყენება მოწინააღმდეგეზე შოკურ ეფექტს ახდენს. სპეცდანაყოფს კი მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. მათთვის დაბრკოლება არ არსებობს. სპეციალური დანიშნულების რაზმის საბრძოლო არსენალში ზუსტად სროლის გარდა ფრთხილი მოქმედება შედის. ხშირ შემთხვევაში შენობის აღება კარის ნაცვლად ფანჯრიდან შესვლის აუცილებლობას მოითხოვს. სტრესული სროლის ბილიკი. სავარჯიშო, სადაც სპეცდანიშნულების დანაყოფის პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დახვეწა ხდება. მიზანი კი მარტივია. სხვადასხვა ზომის და მანძილზე მდგომი სამიზნეების განადგურება. დავალების შესრულებისას კი რეალური ვითარებების გათვალისწინებით სხვადასხვა კალიბრის და მოდიფიკაციის იარაღის გამოყენება. სპეციალური დავალებების შემსრულებელმა ჯარისკაცებმა კარგად იციან მეწყვილის ფასი. სწორედ ამიტომ წყვილში სროლის სავარჯიშოებიც თითქმის ყოველდღიურად ტარდება. მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან მეწყვილე ისე, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და სროლაც არ შეჩერდეს. სიზუსტე კი მათი საქმიანობის განსაზღვრელია. სხვადასხვა მანძილიდან მიზანში მორწმა მათი ყოველდღიურობაა. საბრძოლო დავალებაზე გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს ბიჭები ყოველ დღეში რამდენჯერმე ასწორებენ მიზანს. დღისით და ღამით ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში მათი მთავარი საზრუნავი ტყუის მიზანში მორწმა. საქართველოს გეოგრაფიის გათვალისწინებით სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილური და მძლავრი რაზმი შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებს. ერთი შეხედვით უწყინარი აკვალანგისტები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ მოწინააღმდეგისათვის. მოქმედების ზონაში შეჟონვა, საეჭვო ტვირთის საზღვაო პარაშუტით ამოღება, მიპარვა, დავალების შესრულება და უკან გასვლა მათთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. სპეციალური დანიშნულების ძალები საჰაერო დანაყოფის გარეშე წარმოუდგენელია. წელიწადში რამდენჯერმე ისინი პარაშუტებით ხტომის პრაქტიკას გადიან. დესანტირება და სწრაფი რეაგირება მათი სამუშაოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ჯარისკაცებმა კარგად იციან რა სიმაღლიდან განმოხტომისას როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ დავალება ზუსტად შესრულდეს. თავისუფალი ვარდით მიღებული სიამოვნება კი მათთვის ჩვეულებრივი საბრძოლო ამოცანის გადაჭრისთვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ეს კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფია მოქმედებაში. ამოცანა შენობის აღება. დავალებას საჰაერო და სახმელეთო დანაყოფები ერთდროულად ასრულებენ.
დესანტის უსაფრთხოებას Mi-24 ტიპის ვერტმფრენები უზრუნველყოფენ. შვეულმფრენებიდან შენობის სახურავზე გადასვლის შემდეგ სახმელეთო დანაყოფთან კოორდინაციაში ხდება შენობის კარის და ფანჯრების დანაღმვა. ძლავრი აფეთქება ხმოვან მანათობელი ყუმბარის ნაცვლად. ფანჯრიდან შესვლა და შენობა სასროლი სახლის ნაცვლად. ყველაფერი, რასაც ყოველდღიურ წვრთნებში ხვეწენ, რეალურ საბრძოლო მოქმედებებში პრაქტიკულია და ოპერაციის წარმატებას ეხმარება. შენობაში შესვლის შემდეგ სპეცდანიშნულების დანაყოფი რწმუნდება, რომ ყველა ოთახი გაწმენდილია. ამის შემდეგ პირველ და მეორე სართულზე განლაგებული სამხედროები კოორდინირებულად ტოვებენ შენობას. ქვეითების ოპერაციის დასრულების შემდეგ სახმელეთო და საჰაერო შტურმი იწყება. ქართული საინჟინრო ბრიგადის დივერსიული დანაყოფი მოქმედებაში. ამ ჯარისკაცებმა ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა იდეალური ასაფეთქებელი საშუალების შესაქმნელად და უკვე არსებული ფეთქებადი ნივთიერებების სწორად გადანაწილებისთვის ისწავლეს. მათთვის შეუსრულებელი დავალება არ არსებობს. შეუძლიათ ნებისმიერი წინაღობა შექმნან, ან გააქრონ იმის მიხედვით საბრძოლო დავალება საკუთარი დანაყოფის დახმარებას თუ მოწინააღმდეგის შეჩერებას გულისხმობს. საინჟინრო ბრიგადის შეიარაღებაში ტრადიციული იარაღის გარდა ძლიერი ასაფეთქებელი და განაღმვის საშუალებები და რამდენიმე ტიპის ხიდია. ინჟინერებმა კარგად იციან, რომ ეს დანაყოფი შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებისთვის ფასდაუდებელი და ყველაზე საჭიროა. ერთიანობა და დანარჩენ ბრიგადებთან თავსებადობა კი მათი წარმატებული საქმისთვის უპირველესია. სწორედ თანამებრძოლების წინაშე არსებული პასუხისმგებლობა აძლევთ მათ საშუალებას ბუნებრივი თუ ხელოვნური წინაღობების გადალახვა დანარჩენი ჯარისკაცებისთვის უპრობლემო გახადონ. პარალელურად მათ არასდროს ავიწყდებათ, რომ სიფრთხილე მათი საქმის პირველი წესია. ფეთქება ნივთიერებებთან ურთიერთობა, ნაღმებთან ურთიერთობა, რაც თავისთავად უფრო მეტი რისკია, არ აქვს შეცდომის უფლება, მისი შეცდომა არ პატიობს და მოყვება როგორც პირადი ისევე თავისი მეგობრების დიდი ზარალი, იმიტომ არის რთული და პასუხისმგებლო. მაგრამ საინტერესო, აზარტული საკმაოდ, ვიდრე სხვა სპეციალობა. 21 საუკუნის გამოწვევების პარალელურად მოხდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის გამნაღმველი დანაყოფის გადამზადება გადაიარაღებაც. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ადამიანური რესურსის და კარგი ცოდნის მიუხედავად შესაბამისი ტექნიკის და ამუნიციის გარეშე ბრძოლა თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ქართველი მესანგრეების არსენალში საკმარისი თანამედროვე ხელსაწყოებია იმისათვის, რომ ტერორისტულ საფრთხეს გაუმკლავდნენ. ეს დანადგარი მრავალფუნქციურია და შეუძლია როგორც ავტომობილის, ასევე შენობების კარის გაღება, საეჭვო ტვირთვის ამოღება და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანა. დანაღმული ტერიტორიების მასიური განაღმვისთვის კი სპეციალური მანქანები გამოიყენება. ეს მძლავრი მანქანა წინა კორპუსზე არსებული ჯაჭვებით სხვადასხვა ტიპის ნაღმებს ანადგურებს. მაინვოლფი. სიმაღლე 3.8 სიგანე 2.8 მეტრი. წონა 26, კაბინის გარეშე 23, ხედირის გარეშე 21 ტონა. სიჩქარე 5 კმ/სთ-ში. სამუშაო სიჩქარე 800-1500 მეტრი/საათში. სამუშაო სიღრმე 35 სანტიმეტრი. უძლებს 7,5 კილოგრამ ტროტილის აფეთქებას. როდესაც მესანგრე ნაღმს აღმოაჩენს, პირველ რიგში მისი ფიქრი მიდის მის უსაფრთხოებაზე, რამდენად უსაფრთხო არის ამ ნაღმთან მუშაობა. რადგან ეს ყველაზე გასათვალისწინებელი ფაქტორია უსაფრთხო რეჟიმი, რადგან მარტო თვითონ და თავი არ არის, მის უკან დგას მისი მებრძოლი, მეგობარი და იმის შეცდომა იწვევს იმის ზიანსაც. უსაფრთხო მუშაობისთვის კი საინჟინრო ბრიგადის გამნაღმველებს თანამედროვე აღჭურვილობა და თითქმის ყოველდღიური წვრთნები აქვთ. სწავლებებზე გასანაღმებელი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ გარემოსთან. დაყოფილია ზონები,
და ინსტრუქტორები ყურადღებით აგვირდებიან მათ მოქმედებას. აქ ყველაზე მეტად ხვდები, რომ პატარა შეცდომაც კი უპატიებელია. ამ შემთხვევაში გამნაღმველს სასწავლო ნაღმი აუფეთქდა. სწავლებების დროს სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვთ, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და მცირედი შეხებაც კი სიგნალს იძლევა. მსგავსი წვრთნები მესანგრეებს ნერვების გამტკიცებაში ეხმარება და კარგად ახვედრებს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მათთვის მოდონება შეიძლება დამღუპელი აღმოჩნდეს. ვიცით, ხა იარაღის შეცდომა გაუვარდეს ჯარისკაცი იარაღი, სამი ვარიანტი, ვინმე დაჭრას, გაცდეს და სულ ფატალური რომ დაღუპოს ვინმე. აი ჩვენ შემთხვევაში არნაირი ვარიანტები არ არსებობს, არის ერთი ვარიანტი, რომ აფეთქდა და ახლომყოფისგან აღარ დარჩა რა, შეიწირა ყველა მისი ახლომყოფი. თანამედროვე ტექნიკა, სხვადასხვა მოდიფიკაციის აღჭურვილობა, ადამიანური რესურსი, თანამებრძოლის დახმარება, აფეთქება თუ განაღმვა. ყველაფერი ის, რითაც ქართველ ინჟინერებს საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ჯავშანს სატანკო დანაყოფი უზრუნველყოფს ძლიერ ცეცხლს და საომარი მოქმედებების დროს იძლევა უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას. ტანკის ანატომია რთულია და ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, მაგრამ გამოყენებაში მარტივია. ის არასდროს გეღლატებს და მძლავრი ცეცხლით მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარება. T-72-ის ქართული მოდიფიკაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტით გამოირჩევა. მათ შორის არის მობილური ჯავშანი და ღამის ხედვის ხელსაწყოები. T-72 ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე. Წონა 46500 კილოგრამი. ქვემეხი 2.46 კალიბრი 125 მმ. ტყვიან ფრქვევები 12 და 7 და 7 და 62 მმ. ელექტრონული კომპასი უზრუნველყოფს ღამის პირობებში სროლას 4000 მეტრზე. საბრძოლო კომპლექტი 40 გასროლა, მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ. ძრავის სიმძლავრე 840 ცხენის ძალა, ერთი გამართვით გადის 480 კმ/სთ. ღამით 4 კმ-ზე სროლა T-72-ს საქართველოში ტექნიკურად განახლების შემდეგ შეუძლია. ამ მანქანისთვის გადაულახავი წინაღობა არ არსებობს. თითქმის ნებისმიერ რელიეფზე შეუჩერებელია. თუმცა იმისთვის, რომ ტანკმა დაუბრკოლებლად იმსახუროს, აუცილებელია პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღეს ტანკისტების გადამზადება ნატოს სტანდარტებით მიმდინარეობს. ტანკისტის მომზადება არ ხდება 1 და 2 წლის განმავლობაში, ამას უნდა გარკვეული წლები, სხვადასხვა სპეციალური სწავლებები და თვითონ პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს ტანკისტად. შეიძლება იყოს ჯარისკაცი, იყოს ქვეითი, იყოს სხვადასხვა სპეციალობის, მაგრამ ყველა ტანკისტი ვერ იქნება. ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მისი პირდაპირ დანიშნულებაა პირადი შემადგენლობის გადაადგილება. გამოირჩევა მანევრულობით და მაღალი სიჩქარით. ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოიყენება როგორც ჯარისკაცების ბრძოლის ველზე შეყვანისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ საცეცხლეს დრო უნდა გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ მისი სავალი ნაწილი შექმნილია ნებისმიერი ბუნებრივი წინაღობის გადალახვისთვის. ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე. დესანტი 7 ჯარისკაცი. წონა 14 ტონა. ქვემეხი 2.42, კალიბრი 30 მმ. ტყვიან ფრქვევი 7 და 62 მმ. ტანკს აწინააღმდეგო რაკეტა 9M-113. საბრძოლო კომპლექტი 30 მმ-იანი 500 ვაზნა, 7 და 62 მმ-იანი 2000 გასროლა და 9M-113-ის 4 რაკეტა. მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ-ში, მაქსიმალური სიჩქარე წყალზე 7 კმ/სთ-ში. ძრავის სიმძლავრე 520 ცხენის ძალა. ერთი გამართვით გადაადგილდება 500 კმ-ზე. ქვეითთა საბრძოლო მანქანის შეიარაღება უზრუნველყოფს ხანგრძლივი და ძლიერი ცეცხლის წარმოებას დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ფსიქოლოგიურად რთული ახლა ყველა ტანკისტი ამ წლების განმავლობაში გადის უკვე ისეთ მომზადება და ფსიქოლოგიურად მიდის იმ დონემდე, რომ ყველა არის შეგუებული იმას, რომ სადაც დაჭირდება ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ ადგილზე, ფაქტიურად ის შეგუებულია იმას, რომ ტანკთან ერთად სადაც არის ტანკი, იქ არის მისი ეკიპაჟი. ჯავშან ტრანსპორტიორი MTLB ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანქანა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშან სატანკო ძალებში. ისევე როგორც ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოირჩევა მაღალი გამავლობით. მისი შეიარაღება საჭიროების შემთხვევაში არის საწინააღმდეგო დანიშნულებით გამოყენების, ხოლო მისი კონსტრუქცია სამედიცინო ევაკუაციის საშუალებას იძლევა.
MTLB, ეკიპაჟი 13 სამხედრო მოსამსახურე. ზონა 9700 კილოგრამი. სიგრძე 6.55 სმ. სიგანე 2.85 სმ. მაქსიმალური სიჩქარე 62 კმ/სთ. შეიარაღება 7.62 კალიბრის ტყვიან ფრქვევი. ზეუ 23-2, 2000 გასროლა წუთში. ჯავშან ტრანსპორტიორ MTLB-ს სწრაფსროლა საჰაერო სახმელეთო მიზნებს მის წინაშე უძლურს ხდის. ქართველი არტილერისტები. მოწინააღმდეგისთვის კარგად ცნობილი და საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილი დანაყოფი. შენაერთი, რომელიც თანამედროვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. არტილერისტების სიმძლავრეს შეიარაღების კალიბრი განსაზღვრავს, რომელთანაც ყოველდღიური მუშაობა უწევთ. ეს D-30-ია. 122 მმ-იანი ჰაუბიცა 2A-18. ლულის სიგრძე 38 კალიბრი, 4.6 მ. კალიბრი 122 მმ. წონა 3200 კილოგრამი. მაქსიმალური სიჩქარე 15300 მეტრი. სწრაფსროლა 6-8 გასროლა წუთში. საბრძოლო კომპლექტი 80 გასროლა. საბრძოლო გათვლა 5 სამხედრო მოსამსახურე. კალიბრის ზრდასთან ერთად მატულობს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობაც და პასუხისმგებლებაც. ეს საარტილერიო დანადგარი პოპულარული სახელით მსტაბეა. მისი სიმძლავრე და შესაძლებლობები მოქმედების რადიუსში წარმოუდგენლად მაღალია. თუმცა გასროლამდე აუცილებელია მისი სათანადოდ მომზადება და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა. 152 მმ-იანი ჰაუბიცა 2A-65. ლულის სიგრძე 53 კალიბრი, 8 მეტრი. კალიბრი 152, წონა 7000 კილოგრამი. სროლის მაქსიმალური სიჩქარე 24700 მეტრი. სწრაფსროლა 8 გასროლა წუთში. საბრძოლო კომპლექტი 60 გასროლა. საბრძოლო გათვლა 6 სამხედრო მოსამსახურე. ამ დანადგარის გავრცელებული სახელი გიაცინტია. მისი კალიბრი მსტას მსგავსია, თუმცა სროლის ტექნოლოგია უფრო დიდი მანძილის დაფარვას უზრუნველყოფს. 152 მმ-იანი ქვემეხი 2A-36. ლულის სიგრძე 54 კალიბრი, 6.6 მ. კალიბრი 152 მმ. წონა 9780 კილოგრამი. სროლის მაქსიმალური სიჩქარე 28500 მეტრი. სწრაფსროლა 6 გასროლა წუთში. საბრძოლო კომპლექტი 60 გასროლა. საბრძოლო გათვლა 8 სამხედრო მოსამსახურე. გამონადგურებელი ძალის მიუხედავად, არტილერია განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს. მეცნიერება არტილერია და იმიტომ მოითხოვს სიზუსტეს, რომ პატარა ელემენტარული შეცდომამაც კი შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიოს. მწვრთნების დროს პირად შემადგენლობა იმდენად ემზადება და იმდენად არის მობილიზებული, რომ მუშაობის დროს სირთულეზე ნაკლებად ფიქრობს პირადი შემადგენლობა და ფიქრობს, როგორ შეასრულოს თავისი ამოცანა ზედმიწევნით და სუსტად. საკმაოდ ართულებს ის, რომ ხშირად გვიწევს სხვადასხვა რელიეფში ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე მუშაობა, უმოკლეს მანძილში მუშაობა, რაც არის საკმაოდ რთული და მეტად სიზუსტეს მოითხოვს არტილერისტის მხრიდან. ქართველი არტილერისტების შეიარაღებაში გადასატანთან ერთად თვითმავალი ჰაუბიცებიც არის. ეს დანაა. ჩეხური წარმოების დანადგარი, რომელიც საშუალებას იძლევა პოზიციაზე უმოკლეს დროში შეხვიდე და ზუსტი გასტროლის შემდეგ წარმატებით დატოვო. 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა დანა. ეკიპაჟი 5-6 სამხედრო მოსამსახურე. კალიბრი 152 მმ, 12.7 მმ-იანი ტყვიან ფრქვევი. სროლის მაქსიმალური სიჩქარე 18700 მეტრი. სწრაფსროლა 6 გასროლა წუთში. მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ. ძრავი 345 ცხენის ძალა. ერთი გამართვა 650 კმ. საარტილერიო დანადგარი აკაცია. მუხლუხოები უზრუნველყოფს ნებისმიერ რელიეფზე გადაადგილებას. 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა 2A-33. ეკიპაჟი 4 სამხედრო მოსამსახურე. წონა 27500 კილოგრამი. კალიბრი 152 მმ. 7.62 მმ-იანი ტყვიან ფრქვევი. სროლის მაქსიმალური სიჩქარე 17300 მეტრი. სწრაფსროლა 3 გასროლა წუთში. მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ. ძრავის სიმძლავრე 520 ცხენის ძალა. ერთი გამართვა 500 კმ.
2S1, შედარებით მცირე კალიბრის, თუმცა საკმაოდ ეფექტური. თვითმავალი ჰაუბიცა 2S1. ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე. კალიბრი 122 მმ. სროლის მაქსიმალური მანძილი 15200 მეტრი. სროლის ტემპი 4-5 გასროლა წუთში. წონა 16 ტონა. სიჩქარე 60 კმ/სთ-ში. პირველ რიგში ყველა იარაღთან საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა და განსაკუთრებით როდესაც გვაქვს საქმე артиლერიასთან, იმიტომ რომ ვიცით რომ артиლერია მეტნაკლებად არის თავისი ინძიმიდან გამომდინარე მასობრივი დაზიანების იარაღი და მისმა ერთმა თუნდაც მემიზნის გამოთვლელის ერთმა ელემენტარულ დაშავებულმა შეცდომამ შეიძლება სწავლების დროს თუნდაც დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს და არა მარტო სწავლების დროს, როდესაც საბრძოლო სიტუაცია მიმდინარეობს, მაგ დროს ჭირდება ჩვენს ძალებს, რომელთაც შეთანხმებულად მუშაობ და კომბინირებულად სწრაფი ცეცხლი რაც შეიძლება და ამისთვის ჩვენთვის უმთავრესია რომ დროულად დავაზიანოთ მიზანი და დავტოვოთ ადგილი. აქედან გამომდინარე კიდევ დავამატებ იმას რომ არის артиლერია ძვირი სიამოვნებაა ასე რომ ვთქვათ და ყოველი ჭურვი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს გამიზნულად გასროლილი. 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. კალიბრი 122 მმ. მიმართველების რაოდენობა 40 ცალი. წონა საბრძოლო მდგომარეობაში 13700 კილოგრამი. გათვლა 6 სამხედრო მოსამსახურე. სროლის სიშორე 5000-დან 20750 მეტრამდე. ცეცხლის ხანგრძლივობა 20 წამი. გადატენვის დრო 7 წუთი. მაქსიმალური სიჩქარე 75 კმ/სთ-ში. ძრავის სიმძლავრე 180 ცხენის ძალა. ერთი გამართვა 750 კილომეტრი. განსაკუთრებულად მძლავრი და დამანგრეველი ზალპური ცეცხლის რეაქტიული артиლერია. ხშირ შემთხვევაში ერთ კომპლექტს ბრძოლის მიმდინარეობის გადაწყვეტა შეუძლია. დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რამდენიმე მოდიფიკაციის და სხვადასხვა კალიბრის მსგავსი საარტილერიო დანადგარია. ეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი გრადლარია. კალიბრი 160 მმ. მიმართველების რაოდენობა 18, 26, 36, 50 ცალი. წონა საბრძოლო მდგომარეობაში 19200 კილოგრამი. ეკიპაჟი 5-6 სამხედრო მოსამსახურე. სროლის მანძილი 45 კილომეტრი. სწრაფსროლა 26 გასროლა წუთში. артиლერიის სიმძლავრეს და სიზუსტეს ყველაზე კარგად საკუთარ თავზე მოწინააღმდეგე გრძნობს. ქართველმა артиლერისტებმა საკუთარი ძალა არაერთხელ დაამტკიცეს და მზად არიან ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი საბრძოლო დავალება შეასრულონ. артиლერია იწვევს ხშირ შემთხვევაში დაძაბულობას, უმართავობას მე მოწინააღმდეგის მხრიდან, იმიტომ რომ ვერ ხედავენ ისინი ცეცხლის აიდან არის და ცეცხლი არის საკმაოდ ძლიერი, გამანადგურებელი და დამანგრეველი. ამიტომაც უწოდებენ артиლერიას ომის ღმერთს. ეს უკვე რეაქტიული დანადგარი RM-70-ია. ავტომატური გადატენვის სისტემით და გამორჩეული სიმძლავრით. იგი სწრაფი და მობილურია. უწყვეტი ცეცხლი კი მტერს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70. კალიბრი 122 მმ. მიმართველების რაოდენობა 40 ცალი. წონა საბრძოლო მდგომარეობაში 33700 კილოგრამი. ეკიპაჟი 4 სამხედრო მოსამსახურე. სროლის მანძილი 21 კილომეტრი. 40 გასროლა 20 წამში. გადატენვის დრო 35 წამი. ქართველი артиლერისტები მუდმივ მზადყოფნაში არიან დაეხმარონ საკუთარ თანამებრძოლებს. მოწინააღმდეგე კი ნებისმიერი პირობის ფასად შეაჩერონ. რადარები, თანამედროვე ტექნოლოგიები, 24 საათიანი დაკვირვება, ინფორმაციის ანალიზი, საშუალო
მოკლედ, შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ადამიანური რესურსი. ყველაფერი რაც საქართველოს დაცულ და უსაფრთხო ცას უზრუნველყოფს. ეს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფია. საჰაერო თავდაცვის ძირითადი მიზანი არის საფრენი აპარატების განადგურება. ანუ აი ეს აქედან იწყება აქ დაწყებული რადარიდან, აღმოჩენიდან, გაანალიზებიდან, გადაცემიდან, რომ ეს მიზანია რეალურად აღქმული მიზანი და შემდეგ განადგურება. დღევანდელი საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში. გაწვრთნითაც, აღზრდითაც, ტექნიკითაც, საერთოდ ბუნებრივი ამაზე ზოგადად ლაპარაკობთ. მოკლე რადიუსის მოქმედების რაფაელ სპაიდერი. სპაიდერის დაზიანების სიჩქარე 0.75-დან 9 კილომეტრამდე. დაზიანების ზონა 0.01-დან 4 კილომეტრამდე. მიზნის მაქსიმალური სიჩქარე 1800 კმ/სთ. დაზიანების ალბათობა ერთი რაკეტის ოპერირების მთელ მანძილზე 0.8. კომპლექსის რეაქციის დრო 5 წამი. რაკეტა თვითდამიზნებადია. რადარის აღმოჩენის მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალია. რაფაელ სპაიდერის მართვისთვის სპეციალური ჯგუფია გადამზადებული, რომელმაც კარგად იცის, როგორ უზრუნველყოს ზუსტი გასროლა უმოკლეს დროში. ავიაციას აქვს ძალიან დიდი როლი დღევანდელ ცხოვრებაში. ანუ ის რომ შეხება გაქვს ისეთ სიტუაციებთან, რომელიც არის წამებით განსაზღვრული. ანუ ერთი წამი შეიძლება დაგაგვიანდეს და შეიძლება პირიქით მოხდეს, ანუ შენ თვითონ განადგურდე ავიაციიდან, იმიტომ რომ ავიაციის პირველი სამიზნე ბუნებრივია, რომ საჰაერო თავდაცვა. ZSU 23-4, პოპულარული სახელით შილკა, სწრაფი და მძლავრი, მოკლე დისტანციისთვის, 2 კილომეტრის რადიუსში უზრუნველყოფს მიზნის განადგურებას. 23 მმ-იანი საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანაკარგი, ეკიპაჟი 4 სამხედრო მოსამსახურე, წონა 19 ტონა, სიგრძე 6.53 მიასადიმეტრი, სიგანე 3.15 მიასადიმეტრი. შეიარაღება 4 23 მმ-იანი ქვემეხი 2A10, ცეცხლის მაქსიმალური სიმაღლე 1500-დან 2000 მეტრამდე, პირდაპირ 2000-დან 2500 მეტრამდე, სწრაფსროლა 3400 გასროლა წუთში, მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ში, ძრავის სიმძლავრე 280 ცხენის ძალა, ერთი გამართვით 450 კმ-ს გადის. 23 მმ-იანი კალიბრის 4 დულა ძლიერ საცეცხლე მხარდაჭერას განაპირობებს. შილკას მიზანში ამოღებულ ობიექტს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ გააჩნია. ეს უკვე თვითმავალი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი OSA-ა. თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი, დაზიანების მანძილი 1500-დან 10000 მეტრამდე, დაზიანების სიმაღლე 30-დან 5000 მეტრამდე, რაკეტა 9M-33, მისი სიგრძეა 3.2 მეტრი, დიამეტრი 0.21 მეტრი. მასა 126.3 კილოგრამი, საბრძოლო ნაწილი 20 კილოგრამი. საბრძოლო ნაწილის ტიპი მსხვერპლად ფუგასური, გადატანის დრო 5 წუთი. საბრძოლო კომპლექტი 8 რაკეტა. თანამედროვე სისტემების გამართულად მუშაობისთვის უდიდესი ადამიანური რესურსია აუცილებელი. ქართული არმიის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფში ყველა ჯარისკაცმა ზუსტად იცის იმ იარაღთან მუშაობის სპეციფიკა, რომელზეც პასუხისმგებელია. გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანზე დამოკიდებული ადამიანის ფუნქცია ეს ერთ-ერთი და ის რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში რაღაც გადაწყვეტილების მიღება თვითონ გიწევს. ისეთი რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ამას სპეციალურად თავის შესაბამისი ვარჯიშიც აქვს, შესაბამისი წვრთნაც აქვს და მოკლედ თუ ხარ კარგად გაწვრთნილი და აღზრდილი ამ მხრივ არ არის პრობლემა. ბუკის სარაკეტო სისტემა. ბუკ M1, ეკიპაჟი 4 სამხედრო მოსამსახურე, წონა 34 ტონა, სროლის მანძილი 22 კილომეტრი, რაკეტის ფრენის სიჩქარე 830 მეტრი წამში, მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 65 კმ/სთ-ში, ძრავის სიმძლავრე 820 ცხენის ძალა, 4 საბრძოლო რაკეტა. მძლავრი სისტემა, რომლისთვისაც გადაუჭრელი ამოცანა პრაქტიკულად არ არსებობს. ეს მხოლოდ ნაწილია საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვიდან. დღეს საქართველოში ყველა გამოცდილების გათვალისწინებით ღია ცას, უახლესი ტექნოლოგიები და კარგად გადამზადებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ეს უკვე ქართული საავიაციო დანაყოფია. სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მყოფი ყველა მფრინავი აპარატი მობილიზებული და მზადყოფნაშია ქვეითებს ნებისმიერი დავალების შესრულებაში დაეხმაროს. შველმფრენები, სასწავლო, მოიერეში თუ რეაქტიული თვითმფრინავები დღეს ოპერაციების მობილურობას უზრუნველყოფენ.
ამ მოდიფიკაციის ვერტმფრენები უკვე რამდენიმე ათეული წელია უღალატოდ დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფების რიგებში. ის გამოცდილია და პრაქტიკულად იდეალური. მისი მთავარი ფუნქცია პირადი შემადგენლობის გადაყვანაა. UH-1H პოპულარული სახელით იროკეზი ამ კლასის სხვა ანალოგებთან შედარებით მსუბუქია. შეუძლია დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე ფრენა. გამოირჩევა მანევრულობით. მასში პირადი შემადგენლობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს თავს. UH-1H ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე, წონა 4300 კილოგრამი, მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა 1300 კილოგრამი, მაქსიმალური სიჩქარე 230, კრეისერული 200 კმ/სთ. ფრენის სიშვერე 512 კილომეტრი, ფრენის სიმაღლე სტატიკური 1500, დინამიკური 4500 მეტრი, დესანტი 10 ადამიანი, ძრავის სიმძლავრე 1125, საწვავის ხარჯი 270, ერთი გამართვა 780 ლიტრი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მყოფ იროკეზებს ღამით ფრენის ხელსაწყოების აქვს დამონტაჟებული. გადამზიდავის გარდა UH-1H შეიძლება ბრძოლაშიც გამოიყენოს. ვერტმფრენს გვერდით კორპუსებზე დამონტაჟებული აქვს 2 მძლავრი ტყვიამფრქვი. მინიგანის უწყვეტი ცეცხლი იროკეზის ეკიპაჟსა და დესანტს საშუალებას აძლევს ფრენისას თავი დაცულად იგრძნოს. მოწინააღმდეგეს კი საშუალებას არ აძლევს სამალავიდან გამოვიდეს ან ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლი გახსნას. სწავლებების დროს როგორც მფრინავები, ასევე მეტყვიამფრქვევები ღამის და დღის სროლის ტექნიკას ხვეწენ. საკმაოდ რთულია სწრაფი სიჩქარით მფრინავი შეუმფრენიდან მიზანში მოხვდა. თუმცა ხშირი წვრთნა ამ კომპონენტის დახვეწის გარანტიაა. ამ დროს მთავარია პილოტმა და მისმა თანამებრძოლმა ვერტმფრენის ყველა შესაძლებლობა ისე გამოიყენოს, რომ დავალება მაქსიმალურად მოკლე დროში და მინიმალური რისკის ფასად შეასრულოს. იროკეზის მანევრულობა კი ამის საშუალებას იძლევა. დღევანდელ შეიარაღებულ ძალებში UH-1H ერთ-ერთი სანდო და მობილური ვერტმფრენია. ეს უკვე მოიერიშე შეუმფრენი Mi-24-ია. ისიც იროკეზის მსგავსად კარგად გამოცდილი და მძლავრია. გამოირჩევა მანევრულობით და სისწრაფით. მისი პირდაპირი ფუნქცია მოწინააღმდეგის რიგებზე საჰაერო იერიშის მიტანა და მათი განადგურებაა. წყვილში მოქმედების დროს, ასევე მარტო ფრენისას განაპირობებს ძლიერ და ეფექტურ ცეცხლს. Mi-24 ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე. წონა 11500 კილოგრამი, მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა 1500 კილოგრამი, მაქსიმალური სიჩქარე 330, კრეისერული 280 კმ/სთ. ფრენის სიშვერე 416, დამატებითი ავზებით 1000 კილომეტრი, ფრენის სიმაღლე 4500 მეტრი, საბრძოლო მოქმედების რადიუსი 220 კილომეტრი, აქვს 2200-იანი ძრავი, საწვავის ხარჯი 695, ერთი გამართვა 2100 ლიტრი, 4 12.7 კალიბრის ტყვიამფრქვევი და 30 მმ-იანი ქვემეხი, 4 მართვადი რაკეტა 9M, 4 ბლოკი უმართავი რაკეტა S5 32 წარი. Mi-24 სარაკეტო კომპლექტი მიზანში ამოღების შემდეგ ძლავრ და ზუსტ გასტროლას უზრუნველყოფს. ეს სასწავლო მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი L-39-ია. ამ საფრენ აპარატებზე ახალბედა პილოტები რეაქტიული თვითმფრინავების მართვას, მაღალ სიმაღლეებზე და სიჩქარეზე ფრენას და მანევრების შესრულებას სწავლობენ. ეს მფრინავი აპარატი იდეალურია ყველა იმ უნარის დასახვეწად, რაც უმაღლესი დონის პილოტისთვის არის აუცილებელი. L-39 ალბატროსი. ეკიპაჟი 2 სამხედრო მოსამსახურე. მაქსიმალური სიჩქარე 750 კმ/სთ. ფრენის სიმაღლე 5000 მეტრი. მასაფრენი მანძილი 500 მეტრი. ფრენის მაქსიმალური დრო 2.5 საათი. ალბატროსის ფრენისას ახალბედა პილოტები წყვილში ფრენის სპეციფიკასაც ხვეწენ. იუმჯობესებენ თვითმფრინავის მართვის პრაქტიკას და უფრო მაღალი კლასის საფრენ აპარატზე გადაჯდომისთვის ემზადებიან.
სულ 25 მიმინო. აწყობილია და მოდერნიზებულია საქართველოში. ძლავრი და ზუსტი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ყველაზე მეტად ყავთ გამოცდილი. პილოტები მარტო არასდროს დაფრინავენ. ერთ წყვილ მიმინოს მოწინააღმდეგეზე გამონადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია. სულ 25 მიმინო. ეკიპაჟი ერთი სამხედრო მოსამსახურე. წონა 17350 კილოგრამი. მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა 4340 კილოგრამი. მაქსიმალური სიჩქარე 1000. რეესერული 600 კმ/სთ. ფრენის სიმაღლე 7000 მეტრი. ფრენის სიშორე დამატებითი ავზებით 1980 კმ. საბრძოლო მოქმედების რადიუსი 500 კმ. 2 4500-იანი ძრავი. საწვავის ხარჯი 4740. ერთი გამართვა 3660 ლიტრი. საქართველოში მოდერნიზებული სუ 25 მიმინო უკეთეს ნავიგაციას და ღამით ფრენის გამარტივებულ შესაძლებლობას გულისხმობს. ქართული ავიაცია დღეს ბოლო 10 წლების მანძილზე საუკეთესო მდგომარეობაშია და მზად არის ნებისმიერი დავალებისთვის. დავით აღმაშენებელის სახელობის თავდაცვის ეროვნული სამხედრო აკადემია. განახლებულია 2011 წელს. ეს კურსანტები ოფიცრები გახდებიან, რომლებიც საკუთარი ჯარისკაცების სახე უნდა იყვნენ. ამიტომ სასწავლებელში სტუდენტების ფიზიკურ და აკადემიურ აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა ექცევა. დილა სამხედრო წესით 6 საათზე იწყება. მაღალი მოთხოვნების პარალელურად სამხედრო უმაღლესში ყველა პირობაა იმისთვის, რომ კურსანტებმა ფიზიკური ფორმა აიმაღლონ და სამხედრო ცოდნა მიიღონ. პირველ ეტაპზე მთავარი სირთულე კურსანტებისთვის ფიზიკური დატვირთვის და სწავლისთვის დროის სწორი გადანაწილებაა. თავიდან როდესაც მოვედი აქ, მე თვითონაც მეგონა რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება დიდი მონდომება. ძალიან ძნელია სწავლა და ფიზიკური დატვირთვა ერთმანეთს შეუთანხმო, მაგრამ გააქვს იმის საშუალება აქ, რომ ცოტა განიტვირთო, განიმუხტო და ახლიდან შეუდგე ყველაფერს. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მოდერნიზების შემდეგ ფუნქციონირებს ბაკალავრიატი და სამეთაურო საშტაბო კოლეჯი. არსებობს ოფიცერთა საკარიერო კურსი და ენობრივი მომზადების სკოლა. ბაკალავრიატი 5 ნაწილად იყოფა და ასწავლიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პროფესიებს. დადგენილი წესების მიხედვით განსაზღვრული არის როგორც სამოქალაქო განათლების მიღება, ასევე სამხედრო განათლების მიღება. ეს პროგრამის მიხედვით არის გაწერილი და შესაბამისად საათებიც არის გადანაწილებული ისე, რომ ორივე მიმართულებით სრულყოფილი განათლება მიიღოს აქ ჩავარებულმა აბიტურიენტმა. აკადემიაში ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ყველა ნაწილში კვებას და რაციონს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. მომავალ ოფიცრებს დროის სწორ გადანაწილებაზე, განათლების მიღებაზე, გართობასა და თავისუფალი დროის დახარჯვაზეც კი განსხვავებული წარმოდგენა აქვს. განახლებული თავდაცვის აკადემიის თანამედროვე ბიბლიოთეკაში ოფიცრობის კანდიდატებს მათთვის საინტერესო ლიტერატურის მოძიება შეუძლია. სამხედრო დისციპლინასთან შეჩვევა, მაღალი ფიზიკური დატვირთვის და სწავლის ერთდროულად მიღება სტუდენტებისთვის ნომერი პირველი გამოწვევაა. გაუჭირდათ რა თქმა უნდა პირველ რიგში ფიზიკური მონაცემები ქონდათ დაბალი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გამოსწორებული და დღესდღეობით არიან საშუალოზე მაღალ დონეზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მივახციოთ მაქსიმუმს, რაც მოეთხოვება სამხედრო მოსამსახურეს. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში კი ინდივიდუალური სატრენაჟორო ვარჯიშთან ერთად სამხედრო აკადემიის სტუდენტებს სხვადასხვა ორთაბრძოლების გაკვეთილებით ეხმარებათ. გორის აკადემიიდან სტუდენტები საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გადანაწილდებიან. სწორედ ამიტომ მათთვის საბრძოლო ხელოვნების ცოდნა მნიშვნელოვანია. სპორტ დარბაზში თუ აუდიტორიებში დისციპლინას დიდი ყურადღება ექცევა. სამხედრო ცხოვრებას გამოუცდელ სტუდენტებს ამ კომპონენტის დახვეწაში გამოცდილი სერჟანტები ეხმარებიან. მიღების პირველივე დღიდან დისციპლინაზე მუშაობენ სერჟანტები, რომელთაც აქვს სპეციალური სერჟანტთა სკოლა დამთავრებული, სადაც მაღალ დონეზეა ეს დისციპლინის კონტროლი აყვანილი. რა თქმა უნდა, ხდება
უმნიშვნელო გადასტომები, რომელიც იქვე არის შესწორებული. დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუდენტების სამხედრო ცხოვრებისთვის მომზადებას ყოველ ეტაპზე დიდი ყურადღება ეთმობა. დილით ადრე გაღვიძება მათთვის სამხედრო ნაწილებში მოულოდნელი აღარ იქნება. ასეულო! ატე! განახლებული აკადემიის პირველ კურსელებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ისინი საქართველოს ახალი ოფიცერთა კორპუსის სახეები იქნებიან. იციან, რომ თანამედროვე გამოწვევებს სწორედ ისინი მათ ჯარისკაცებთან ერთად უნდა გაუმკლავდნენ. უნდა შეძლონ და საქართველოს ახალი სამხედრო ელიტა ჩამოაყალიბონ. სწორედ ამიტომ განათლების მიღებას და მათ მომავალ სამხედრო კარიერას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ასეულო! სმინე! ასეულო! დასულე! მოულოდნელად გაღვიძებას შეჩვეულებს ამ კურსზე სიურპრიზი გელოდებათ. ეს რეინჯერების გაღვიძების სტილია. ხმაური და სიბნელე, ქაოსს და დაბნეულობას იწვევს. მაგრამ აქაც რეინჯერობის მაძიებლებს ზუსტად 2 წუთი აქვთ მოწყობისთვის. კურსანტებმა არასდროს იციან დღეღამის რა მონაკვეთში გააღვიძებენ. მარჯვნიდან მარცხნივ! აიჭე! პირველი მწვრივი! 6 ნაბიჯი! მეორე მწვრივი! 3 ნაბიჯი! წინ ნაბიჯი! ეს ჯარისკაცები ამ კურსზე საკუთარი ნებით იმყოფებიან. ახალი რეინჯერების შესარჩევად საქართველოს შეერაღებულ ძალებს 7-თვიანი კურსი აქვს, რომელიც კვირიდან კვირამდე რთულდება. ჯარისკაცები აქ საკუთარი ბრიგადების ღირსებას იცავენ და ადამიანური შესაძლებლობების ნამდვილ გამოცდას გადიან. რამდენი შეუძლია აიტანოს ერთმა ადამიანმა? კითხვა, რომელსაც პასუხს რეინჯერების მომზადების კურსი სცემს. მსგავსი ფიზიკური სავარჯიშოები განსაკუთრებულად მძიმედ შესასრულებელი ღამის 4 საათზეა. მაშინ, როცა გამოუძინებელი ხარ და კარგად ვერ აანალიზებ, რა ხდება შენს გარშემო. მით უმეტეს, რომ ინსტრუქტორებისგან შეღავას არ უნდა ელოდო. ხშირად ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. მაგრამ ხვდები, აქ დანებება არ ღირს. აცნობიერებ, რომ ეს კურსის მხოლოდ დასაწყისია და წინ გაცილებით დიდი სირთულეების გავლა მოგიწევს. ამიტომ უძილობას მალე ეჩვევი და მხოლოდ რეინჯერის სტატუსზე ფიქრობ. თუმცა მთელი კურსი მაინც არ ყოფნის იმის გასარკვევად, აქ ფიზიკური გამძლეობაა უფრო მნიშვნელოვანი თუ ფსიქოლოგიური მდგრადობა. ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპია, როცა ჯერ კიდევ შეჩვეული ხარ თბილსაწოლს და დღის განმავლობას და დღე და ღამე უკვე არეულია კურსის დროს, каранტინი რაც არის, დაწყებითი ეტაპი, დღე ღამე თითქმის ძილის საშუალება არც აქვს კურსანტებს. უკვე დროის მონაკვეთი იზრდებოდა, გვეგონა უკვე აი დამთავრდა, მაგრამ ისევ გაუთავებლად, გაუჩერებლად ვაგრძელებდით იმ ფიზიკურ მომზადებას. ქართული არმიის რეინჯერის მაღალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ჯარისკაცები იხსენებენ, რომ ბრძოლის ველზე უმთავრესი გუნდურობაა. იმ ფიზიკური დატვირთვის გასაძლებლად, რასაც ეს კურსი მოქმედ ჯარისკაცებს უყენებს, მაღალი ინდივიდუალური ფიზიკური ფორმის გარდა აუცილებელია კარგად იცოდე, რას ნიშნავს გუნდთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში თანამებრძოლებში ლიდერის ფუნქციაც იკისრება. აქ ინსტრუქტორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათივე დაგეგმილი და მოფიქრებული ბარიერების გადალახვა კიდევ უფრო გაგირთულონ. ყველა მათგანს პირადად აქვს რეინჯერის იგივე კურსი გავლილი და კარგად იცის, რომ თუ ეს დაბრკოლებები ვერ გადალახე, ვერასდროს გაიგებ, რატომ არის განსაკუთრებულად საამაყო გონდეს უფლება რეინჯერის პატჩი ატარო. რაც უფრო მეტ დროს ატარებს საველე სწავლებაზე, მით ნაკლები ენერგია და მორალური მდგრადობა გრჩება კურსის დასამთავრებლად. სანამ რეინჯერობის მაძიებლები 7-თვიან გადამზადებას დაასრულებენ, მათი 75% კურსს დატოვებს. ასეთია საშუალო სტატისტიკა. ამ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უკვე ის პირადი შემადგენლობა, ვინც დარჩება კურსზე,
იწყებს უკვე ძირითადად თეორიულ განვითარებას. თეორიულ განვითარებაში ისინი მთლიანად შეისწავლიან სამხედრო სპეციალობებს და ყველა იმ დისციპლინას, რაც არის სამხედრო მოსამსახურისთვის აუცილებელი, როგორიც არის საცეცხლე მომზადება, ტაქტიკა, ტოპოგრაფია, საინჟინრო, სამედიცინო, კავშირგაბმულობა, სამთო მომზადება და თვითგადარჩენა. როგორ გადარჩე ცოცხალი მაშინაც კი, როცა ტყეში, ტრიალმინდორში, მთაში, სიცხეში თუ გამყინვარებაში მარტო ხარ დარჩენილი. როგორ გაარჩიო, რისი ჭამა შეგიძლია და რა აღგიდგენს ძალებს, რომელიც დაღლილობამ და შიმშილმა წაგართვა. თვითგადარჩენის კურსზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომელთაც რეინჯერის წოდების დამსახურება სურთ, სწორედ ამ უნარებს შეიძენენ. ამ ეტაპის დასაწყისში კურსანტებისთვის მთავარი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა. ამის შემდეგ ძალიან მარტივია აითვისო ის, რასაც გამოცდილი ინსტრუქტორები გასწავლიან. სხვადასხვა ტიპის თავშესაფრის მოწყობა ადგილმდებარეობის და საჭიროების მიხედვით. საკვებად გამოსადეგი მცენარეების გარჩევა და ძალების სწორი გადანაწილება აქ ყველაზე მნიშვნელოვანია. კურსის ამ ეტაპზე იმახსოვრებ, რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ორგანიზმს საკმარისი კალორიები მიაწოდო. კარგად გამახსოვრდება ბუნებაში არსებული მცენარეები, ქვეწარმავლები თუ ცხოველები, როგორ უნდა მოინადირო და როგორ უნდა მოამზადო. ყველაფერთან ერთად, მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იყვნენ მაქსიმალურად შეუმჩნევლები. მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით ტყეში მარტო ხარ, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანე საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ ტერიტორიის დაცვაზე ზრუნვა ერთ-ერთი პირველია, რასაც რეინჯერობის მაძიებლები სწავლობენ. ბუნებრივ პირობებში ხაფანგების მოწყობა და საბრძოლო იარაღის შექმნა სწავლების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ხაფანგი შეიძლება იყოს როგორც ცხოველების, ასევე დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამ გზით გადაღლილი რეინჯერები პერიმეტრის დაცვაზე ძალებს ზოგავენ. ყველაზე რთული ალბათ არაფრისგან ყველაფრის შექმნა, არაფრისგან რაღაცის შექმნა. აი ეს თავისებური ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ფიზიკური მომენტიც არის, ფიქრი იმაზე თუ ამაღამ როგორ გათენდება, რა იქნება ამაზე ფიქრიც წინასწარ ფიქრობ და ამ ყველაფერს ერთად რა თქმა უნდა რთულია ამის გაკეთება, თან გააკეთო, თან იფიქრო, არაფრისგან რაღაც შექმნა. ალბათ ყველაზე რთული ეს არის მაგ მომენტში. თვითგადარჩენის კურსზე. რეინჯერის საქმე მკაფიოდ არის განსაზღვრული. გაანადგუროს მოწინააღმდეგე, სადაც არ უნდა იყოს ის. მათ იციან, საჭიროების შემთხვევაში პირველები ჩაერთვებიან ბრძოლაში და შესაძლოა პირველებიც მოკვდნენ. სწორედ ამიტომ კურსზე ყველა დეტალის შესწავლას უდიდესი ყურადღება ექცევა. უშუალოდ რეინჯერის ბატალიონს შეუძლია ჩაატაროს ყველა ის ოპერაცია, რასაც ატარებს მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფები და ასევე შეუძლია მას მხარი დაუჭიროს სპეციალურ ქვედანაყოფებს და მათი დაქვემდებარების ქვეშ იმოქმედოს როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე მტრის ზურგში ჩაატაროს რეიდები, თავდასხმები, დივერსიული ოპერაციები და ასე შემდეგ. ეს უკვე საჩვენებელი სწავლებაა. კურსის ბოლოს რეინჯერები იმ ცოდნის გამტკიცებას ცდილობენ, რაც 7 თვის განმავლობაში მიიღეს. ამ შემთხვევაში დემოჯგუფი ქართველი რეინჯერების ჩასაფრებაში მოხვდა. მიზანი მარტივია: ძლიერი ცეცხლის მეშვეობით გაანადგურო მოწინააღმდეგე. გადაამოწმო რამდენად ზუსტად შეასრულე დავალება. დარწმუნდა, რომ მტრის ცხედარი საფრთხეს არ წარმოადგენს. გაანადგურო მოწინააღმდეგის შეიარაღება და მინიმალურ დროში დატოვო შეტაკების ადგილი. შეიძლება ადამიანი გამოირჩეოდეს ძალიან დიდი ცოდნით, იყოს ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გახდება მეთაური და ეს გახდება პირველ რიგში სერჟანტი. ერთგულება, ამტანობა, ნდობა, ტაქტი და ინიციატივა იდეალური სერჟანტის აუცილებელი თვისებებია. ყველა უნარების დახვეწას სერჟანტობის მსურველებს პროფესიონალი სამხედროები თელავის სერჟანტთა სკოლაში ასწავლიან. მოსვლის დღიდან კურსანტი გზნობს თავს განსაკუთრებულად. ანუ ის აღარ არის ჯარისკაცი და შესაბამისად მოთხოვნები იზრდება მისადმი. ანუ ის მოთხოვნები, რომელიც შეიძლება ქონდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ქვედანაყოფში, აქ ეს მოთხოვნები აღარ არის. აქ უბრალოდ უფრო მაღალ დონეზე
შეფასებული მოთხოვნებია, რომელიც ჭირდება ყველა ლიდერს, ყველა ადამიანს, რათა გახდეს კარგი მეთაური. პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ინსტრუქტორებიდან გამომდინარე თვითონ დავანახოთ იდეალური სერჟანტის სახე. ხედავს თავის ინსტრუქტორებისგან თუ როგორი უნდა იყოს კარგი სერჟანტი, ანუ თვითონ ის мотиваცია და ის იდეოლოგია უკვე თავიდან ვედევს იმაში, რომ იმ ადამიანის მიზანი პირველ რიგში არის ის მინიმუმ გახდეს ისეთი როგორი ინსტრუქტორიც ყავს. მოგესალმებით ბატონებო, მე გახლავართ უმცროსი სერჟანტი ქავჟარაძე. ჩვენი დღევანდელი მეცადინეობის თემა იქნება სამწყობრო მომზადება ნაწილი პირველი. ყველა იმ ინსტრუქტორს, რომელიც დღეს მომავალ სერჟანტებთან მუშაობს, ეს სკოლა აქვს გავლილი და ზუსტად იცის, როგორ დაინტერესოს და გადასცეს ჯარისკაცს ის ცოდნა და უნარები, რაც კარგი სერჟანტისთვის არის აუცილებელი. საკუთარ პასუხისმგებლობას კარგად გრძნობენ და იციან, რომ დანაყოფში დაბრუნებული სამხედროები მათი სკოლის სახეს წარმოადგენენ. რაც შეეხება ინსტრუქტორის ასე ვთქვათ, ყველაზე რთულ საქმეს, ალბათ უფრო არის ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენთაგან საკისრია, რომ აღზარდოს, გაწვრთნას და მოამზადოს ისეთი ღირსეული სერჟანტები, რომელიც იქნებიან საქართველოს შეერაღებული ძალებისთვის ღირსეული მებრძოლები და ღირსეული მეთაურები. თვითონ გუნდი, რომელიც მუშაობს სერჟანტთა მომზადების სკოლაში, არის ფაქტიურად იმის სახე, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერმა მეთაურმა მიაღწიოს თავის ქვედანაყოფში გუნდურ მუშაობის პრინციპს. ქართული სერჟანტთა სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის შეერაღებული ძალების სერჟანტთა მომზადების ცენტრთან. სწორედ საერთაშორისო გამოცდილება აძლევს საშუალებას ინსტრუქტორებს, რომ ქართული სტანდარტები მაღალ დონეზე აძიონ და კურსანტებს ადეკვატური ცოდნა მისცენ. ყველა მეთაური და ყველა სერჟანტი ვერ გახდება ამ კურსის განმავლობაში ძალიან ბევრი ხალხი ტოვებს კურსის რიგებს და კურსანტების რიგებს, ის ვერ ხდება სერჟანტი, მხოლოდ ღირსეულები, რომლებიც უკვე დააკმაყოფილებენ ყველა იმ მონაცემებს, რასაც მეთაური ქვია და რასაც სერჟანტი ქვია, მათ ეძლევათ ის პრივილეგია, რომ მართონ ქვედანაყოფები. საკუთარ დანაყოფებში დაბრუნებული ჯარისკაცები თანამებრძოლებისთვის ავტორიტეტული მეთაურები უნდა იყვნენ. ამიტომ ამ კურსზე, როგორც საკლასო, ასევე საველე მეცადინეობას, უდიდესი ყურადღება ექცევა. აქ ასწავლიან, როგორ გახდნენ ლიდერები, როგორ იმოქმედოს სერჟანტმა ჯარისკაცზე პირადი მაგალითით და როგორ მოიპოვოს მან პირადი შემადგენლობის ნდობა. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ სკოლაში დანაყოფებიდან შეფასებითი ინფორმაცია ბრუნდება. სერჟანტთა სკოლა თუნდაც იმით ამაყობს, რომ უშვებს ისეთ ხალხს, რომელსაც შეუძლიათ აზროვნება, შეუძლიათ სწორედ გადაწყვეტილების მიღება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ გამოადგება ქვედანაყოფში. თუ ადამიანმა და სამხედრო მოსამსახურემ შეძლო და დაამთავრა სერჟანტთა მომზადების სკოლა და გახდა სერტიფიცირებული სერჟანტი, ეს იმას ნიშნავს უკვე, რომ იმ ადამიანს შეუძლია ქვედანაყოფის მართვა. სერჟანტი მშვიდობიანობის პერიოდში პრაქტიკულად მასწავლებლის როლს ასრულებს. საომარი მოქმედებების დროს კი სამაგალითო მეთაური უნდა იყოს. რაც უფრო დიდია ქვედანაყოფი, მით უფრო მეტია სერჟანტის პასუხისმგებლობა მისი ჯარისკაცების წინაშე. რაც უფრო რთულდება მეთაურის საქმე, მით უფრო კარგად აფასებს ის ცოდნას და წლებს, რომელიც სერჟანტთა სკოლაში აქვს გატარებული. სერჟანტი არის სკოლის ინიციატორი. ის უნდა იყოს პირადად მაგალითი ყველა ჯარისკაცის, ყველა მისი თანამებრძოლისთვის, რომელსაც თავის ჯარისკაცი გაყვება ყველგან, თვალდახუჭლად, სიკვდილზეც კი. სამთომსროლელი. ჯარისკაცი, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება, რომელსაც ბუნებრივი პირობები და გარემო ქმნის. საბრძოლო უნარებთან ერთად წვრთნების პროცესში ისინი საუკეთესო მთამსვლელები ხდებიან. სამთომსროლელების არსენალში ჯარისკაცის ტიპიური შეიარაღების გარდა ყველა ის აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც მათ ბუნებრივი ბარიერების გადალახვაში დაეხმარებათ. არ არსებობს სიმაღლე და რთული რელიეფი, რომლის დაძლევის ტექნიკა ამ ჯარისკაცებისთვის უცნობია. ყველა მათგანმა იცის, რომ მათი ბრძოლა საომარ მოქმედებაში ჩართვამდე იწყება. ჩვენთვის, სამთო ჯარისკაცებისთვის არსებობს ორი ძირითადი მოწინააღმდეგე, ეს არის ბუნება, მთა, მთიანი რელიეფი, ბუნებრივი პირობები, რთული მეტეო პირობები, აგრეთვე ტერი, რომელიც არის, მოწინააღმდეგე, რომელთანაც რეალურად ამ მთიანი რელიეფის გადალახვის შემდეგ უწევს ბრძოლაში ჩაბმა. საბრძოლო მოქმედებებში ჩართვამდე სამთო მომზადების სკოლაში ეს ჯარისკაცები გრძელ და რთულ გზას გადიან.
სამ ეტაპიანი წვრთნა ისია გაწერილი, რომ კურსის ბოლოს სამთო მსროლელისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდეს. სამთო მომზადების სკოლა თანამშრომლობს ფრანგული არმიის შესაბამის დანაყოფთან. სკოლის ყველა ინსტრუქტორს გადამზადება სწორედ საფრანგეთში აქვს გავლილი. პირველ ეტაპზე სკოლაში მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გადამზადება ხდებოდა. თუმცა ქართული სამთო საბრძოლო ხელოვნების განვითარებასთან ერთად სკოლამ ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა. 2010 წელს საჩხერის სამთო-მომზადების სკოლამ მიიღო პარტნიორობა მშვიდობისათვის ცენტრის მომზადების ცენტრის სტატუსი. თუ აქამდე ჩვენ ვამზადებთ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სამხედრო მომსახურეებს, უკვე PFP სტატუსის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო კურსების მომზადება. 2010 წელს ჩვენ ჩავატარეთ პირველი საერთაშორისო კურსი PFP სტატუსის ქვეშ, სადაც მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის 21 სამხედრო მომსახურემ, აქედან 4 ნატოს წევრი ქვეყნიდან იყო და 4 იყო ნატოს პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მომსახურეები. სამთო მომზადების სკოლის კურსები, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის მომზადებას მოიცავს. Დამსვლელებთან ერთად ეს ჯარისკაცები კარგი მოთხილამურეებიც არიან. განსაკუთრებულად რთულს მათ საქმეს დათოვლილი მთიანი რელიეფი ხდის. ფრთხილად გადაადგილებასთან ერთად მიზანში მორტყმა თუ მაღალ სისწრაფეზე სტრიალი და მოწინააღმდეგის განადგურება ამ ჯარისკაცებისგან განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. სამთო მსროლელი უნდა იყოს პირველ რიგში ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ადამიანი, თავის საქმის პროფესიონალი და მცოდნე და ასევე უნდა შეეძლოს მას რთულ კლიმატურ პირობებში გადაწყვეტილების მიღება, ჯგუფის გადაადგილება და ამოცანის შესრულება. წვრთნების დროს სამთო მსროლელები თავშესაფრის მოწყობასაც სწავლობენ. იგლუ შეიძლება იყოს როგორც ერთ ჯარისკაცზე გათვლილი, ასევე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის მოსასვენებლად გათვალისწინებული. იგლუ ისე უნდა მოეწყოს, რომ მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. თავშესაფრის მოწყობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თოვლი იმის მიხედვით ითხრება, თუ რამდენ სამხედრო მოსამსახურეზეა იგლუ გათვალისწინებული. შემდეგ ხდება მისი გადახურვა. ამისთვის მოზრდილი თოვლის ბლოკები იჭრება. გადახურვის შემდეგ ხდება თავშესაფრის მოწყობა. იგლუში მზადდება როგორც საძილე ადგილი, ასევე სათავსო ჯარისკაცის ბარგისთვის. აქ ღამის გათენება უსაფრთხოა და ნებისმიერ ამინდში ყველაზე მოსახერხებელია. იგლუში ტემპერატურა 0 გრადუსს არასოდეს სცდება. სამთო მსროლელები საბრძოლო მოქმედებების გარდა წარმატებული მაშველებიც არიან. ხშირად უწევთ ადამიანისთვის წარმოუდგენელი სიმაღლეების დალაშქვრა და იქ საბრძოლო თუ სამაშველო ოპერაციების წარმოება. ალპურ ზონებში სროლის სიშორი და ტრაექტორიაც იცვლება. ამ ყველაფრის გათვალისწინება მათგან განსაკუთრებულ გამძლეობას და ცოდნას მოითხოვს. თოვლში სამაშველო ოპერაციებისთვის ქართული სამთო მსროლელები ყველა აუცილებელი ინვენტარით არიან აღჭურვილები. ეს R8 UT2000-ია. ის 15 მეტრის სიღრმეზე და 50 მეტრის რადიუსში თოვლში ჩარჩენილ ადამიანს ეძებს. დაკარგული ადამიანის პოვნის შემდეგ ხდება ფრთხილი თხრა და მისი ამოყვანის ოპერაცია. თითქმის გაყინულ ადამიანს პირველ ეტაპზე თერმულ პლეჩი ახვევენ. შემდეგ საძილე ტომარა და სპეციალური საკაცე ციგა, რომლის მეშვეობითაც ჯარისკაცები სამაშველო ოპერაციას ასრულებენ. მაშველების ფუნქციის შესრულება ამ სამხედროებს ნებისმიერ სეზონზე შეუძლიათ. აქ განსაკუთრებული სიფრთხილე და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი. ამ ჯარისკაცებმა კარგად იციან, რომ კლდეზე დაშვებისას პასუხისმგებლების საკუთარი სიცოცხლის გარდა გადასარჩენი ადამიანის უსაფრთხოებაზეც არიან. სამთო სკოლის ინსტრუქტორები კარგ მასწავლებლებთან ერთად საუკეთესო სამთო მსროლელები არიან. მათთვის მთა და რთული რელიეფი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. გამოცდილება აძლევთ საშუალებას ადვილად იპოვნონ გამოსავალი ერთი შეხედვით რთული მდგომარეობიდან. იციან როგორ შექმნათ ბუნებრივი წინაღობების გადასალახი ბილიკები. პოზიციაზე ასვლისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. მით უმეტეს რომ კარგად იციან მათ შექმნილ გზაზე გადაადგილება შეიძლება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებს მოუწიოთ. უმთავრესი მიზანი კი მათთვისაც მარტივია. გაანადგურონ მოწინააღმდეგე.
ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. დილის 6 საათზე ადგომა, სამხედრო დისციპლინა და ფორმა, თავისუფალი ცხოვრების, სკოლაში გატარებული ბოლო წლების და უამრავი თავისუფალი დროის სანაცვლოდ. გადაწყვეტილება, რომელიც ამ უფროს კლასელებმა მიიღეს და მდგომარეობა, რაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დახვდათ. კადეტებს მკაცრად გაწერილი დღის რეჟიმი აქვთ. მათი ყოველდღიურობა აკადემიური, სამოქალაქო საგნების სწავლას გულისხმობს. ყველა საგანი, რომელსაც უფროს კლასელები გადიან, აქ იმ განრიგით ისწავლება, რაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისთვის არის გაწერილი. თითქმის ყველა კადეტისთვის განათლების ხარისხი და აქცენტი სამოქალაქო განათლებაზე მოულოდნელი იყო. ჩემთვის პირველ რიგში იყო მთავარი, რომ ჩამებარებინა და მესწავლა სამხედრო წესით. მთავარი იყო სამხედრო ცხოვრება და წარმოდგენა არ მქონდა, როგორი სწავლა განათლება იყო აქ. ანუ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა, სანამ მოვიდოდი. მოსვლის შემდეგ კიდევ სულ სხვანაირი ატმოსფერო შეიქმნა, დავიწყეთ უფრო მეტი სწავლა და მივხვდით, რომ არა მხოლოდ ფიზიკური მომზადებაა საჭირო და მხოლოდ ფორმის ჩაცმა, არამედ გონებრივი შესაძლებლობებია საჭირო. კადეტების სასწავლო პროგრამა სხვა უფროს კლასელებისაგან რამდენიმე ნიშნით გამოირჩევა. სამხედრო ფორმა მორგებულ მოსწავლეებს ლიცეუმში იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს და რამდენიმე სამხედრო დისციპლინის საწყისებს ასწავლიან. ქუთაისის ლიცეუმში აკადემიურ და სამხედრო გაკვეთილებს თანაბარი დრო ეთმობა. დატვირთული სასწავლო დღის პარალელურად კადეტებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო ლიტერატურას ბიბლიოთეკაში გაეცნონ. ლიცეუმში უფროს კლასელებს საშუალება აქვთ ტრადიციულთან ერთად ელექტრონული წიგნებიც ეკითხონ. კვების რაციონი სამხედრო ლიცეუმში იმ დატვირთვის მიხედვით არის შერჩეული, რასაც მოზარდები ყოველდღიურად იღებენ. აქაური უფროს კლასელები სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, ბევრად მეტ ენერგიას ხარჯავენ და ამიტომ კალორიების და ვიტამინების სწორ გადანაწილებას კადეტების ყოველდღიურ კვებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ფიზიკური ვარჯიშები კი ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში დღეში ორჯერ აქვთ. გახურების შემდეგ ვარჯიშის პირველ ეტაპზე მოზარდები ინდივიდუალურად ტრენაჟერებზე გადიან მომზადებას. ფორმაში ყოფნა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სპორტდარბაზში გატარებული წუთები კადეტებს იმ დატვირთვების გაძლებაში ეხმარება, რასაც მათ კურსი აძლევს. ინდივიდუალურ ვარჯიშებთან ერთად კადეტები რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებასაც ეუფლებიან. კადეტობა ალბათ უკვე მოცემას არაფერს არ მოხსს. კადეტობა უკვე მოგცა, რაც საჭირო იყო და უკვე გვაქვს ის ყველაფერი, რაც მომავალში დაგვჭირდება. ეს კადეტობა უკვე უბრალოდ არის ძალიან დიდი პრივილეგია და მომავალში გამოგვადგება ყველაფერში. კაცრად გაწერილ გრაფიკში ადგილი თავისუფალი დროისთვისაც არის გამოძებნილი. ვისაც ენერგია აქვს შემორჩენილი, შეუძლიათ ფეხბურთი, რაგბი ან კალათბურთი ითამაშონ. ვისაც ისედაც დამღლელი დღის ბოლოს სპორტული აქტივობა არ ხიბლავს, შეუძლიათ თავისუფალი დრო ინტერნეტში გართობისთვისაც დახარჯოს. თუმცა ამ დროსაც კადეტები ვირტუალურ სივრცეში სამხედრო თემებზე ინფორმაციის მისაღებად იყენებენ. კადეტების განკარგულებაში კინოთეატრიც არის. მესამე კურსი, უეწყო, მესამე კურსი, სვენა, სიმონია. ვა, ადგილაძე. მომავალი დღისთვის მზადება საღამოს 10 საათზე იწყება. ღამის ამოკითხვის შემდეგ გასაყრისი და ძალების აღდგენა კიდევ ერთი დღისთვის ლიცეუმში. ალბათ დადგება ის პერიოდი, როდესაც მეც და ჩემსნაირ კადეტებსაც მოუწევთ უკვე ახალი თაობის აღზრდა და ის თორემ რაც ახლა გვაძლევენ ჩვენ და რასაც მივიღებთ შემდეგში, იმას გადავცემთ მათ. რადგან არავინ არ ვიცით მომავალში რა ხდება, შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ჩვენ რომ აღარ ვიყოთ უკვე ჩვენს მომავალს ექნება ის ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს და ალბათ უფრო მეტიც, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია. წელს აღდგენილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პირველ კურსანტებს 2012 წელს გამოუშვებს. მაღალი დისციპლინით და განათლებით გამორჩეული ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგები ახალი თაობის, მაღალი კვალიფიკაციის ოფიცრებით შეავსონ და საქართველოს ცოდნით ემსახურონ. დამზადებულია საქართველოში. ბოლო პერიოდში აღდგენილი ქართული სამხედრო წარმოების პირველი მაგალითი. ჯავშან ტრანსპორტიორი დიდგორი. სწრაფი, მობილური და მაღალტექნოლოგიური. უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის უსაფრთხო გადაადგილებას. დიდგორი. ეკიპაჟი 9 სამხედრო მოსამსახურე. წონა 7 ტონა.
მინიგანი 7.62 მმ. ჯავშანი ნატო სტანდარტის, კომბინირებული, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ. ამ დროისთვის შეიარაღებულ ძალებში ორი მოდიფიკაციის დიდგორი ირიცხება. დიდგორი 2-ს ზომა და შეიარაღება გამოარჩევს. სხვა მხრივ, ორივე მოდელი ერთნაირად მანევრული, კომფორტული და უსაფრთხოა. პირად შემადგენლობას დიდგორში ყოფნის დროს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ კონცენტრაცია დავალების შესრულებაზე მოახდინოს. არ ფიქრობს, შეძლებს თუ არა დავალების ადგილას მისვლას. მოახერხებს თუ არა ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას. წვრთნებმა და გამოცდამ აჩვენა, რომ მისთვის გაუვალი ადგილი არ არსებობს. უსაფრთხოებას პირველ რიგში განაპირობებს ის თანამედროვე კომბინირებული ჯავშანი, რომელიც ნატოს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ამასთან ერთად გააჩნია ღამის ხედვის ხელსაწყოები. ამ ყველაფერს ემატება მძლავრი შეიარაღება, მინიგანი და უტიუსი. დიდგორი ეკიპაჟისთვის თავდაჯერებულობის გარანტიაა. ანალოგებს რო შევადაროთ, იმ ქვეყნების ანალოგებს, რომლებსაც ბევრად უფრო დიდი გამოცდილება აქვთ ჩვენზე ამ სფეროში, დავინახეთ, რომ ჩვენ გარკვეულ საკითხები ბევრად უფრო ჭკვიანურად და უფრო კარგად გვაქვს გადაწყვეტილი, ისე რომ დრო გვიჩვენებს. ეს უკვე ლაზიკაა. ქართული მუხლხოვებიანი საბრძოლო მანქანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. ლაზიკა. ეკიპაჟი 3 სამხედრო მოსამსახურე. დესანტი 7 ჯარისკაცი. 23 მმ-იანი ქვემეხი. 7 და 62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი. მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ. ჯავშანი ნატო სტანდარტის, კომბინირებული. იმ მცირე პრაქტიკამ, რაც ლაზიკას აქვს, აჩვენა, რომ ეს ჯავშან-მანქანა შექმნილია იმისთვის, რომ პირადმა შემადგენლობამ მხოლოდ საბრძოლო დავალების შესრულებაზე იფიქროს. ლაზიკას სივრცე და ფორმების საშუალებას იძლევა ადვილად ჩამოხვიდე და ახვიდე მანქანაში, რაც ოპერაციის დაწყების და დასრულების დროს ამცირებს. მანევრულობა, სიჩქარე, შეიარაღება, ჯავშანი. ეს ლაზიკას უპირატესობების მოკლე ჩამონათვალია. ამასთან ერთად შეიარაღების დისტანციური მართვა, დღის და ღამის ხედვის ხელსაწყოები და კამერები ლაზიკას 21 საუკუნის ჯავშან-მანქანად აქცევს, რომელიც საქართველოშია დამზადებული. ამ ორ მანქანასთან ერთად ქართული სამხედრო წარმოება წლიდან წლამდე ახალ სიმძლავრეებს იწევს და ახალ ტექნოლოგიებს ამკვიდრებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთი, როდესაც ყველა სამხედრო მოსამსახურე იყინება და ხუთჯვრიან დროშას პატივს მიაგებს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია დროშა, ჰიმნი და მიწა დაიცვას. დღეს ერთიანი გუნდი მზად არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრების გარანტორი გახდეს.